ბიძინა ივანიშვილის გზავნილი ქვემო ქართლიდან 26 სექტემბერი 12 საათი GDS-ზე. არჩევნებამდე 12 დღით ადრე. ორშაბათი 12 საათი, როგორც აღინიშნა არჩევნებამდე 12 დღით ადრე, ტელეკომპანია GDS-ის ეთერშია, შეხვედრები რეგიონულ მედიასთან, ჩვენ მომავალი საათნახევრის განმავლობაში ადგილობრივ მედიასთან ერთად, სწორედ აქ, ქვემო ქართლში, რუსთავში დავსვამთ ყველა კითხვას. ჩვენი საუბრის მთავარი თემა იქნება, რა თქმა უნდა, ქვეყანაში მიმდინარე მთავარი პოლიტიკური თემები, პოლიტიკური პროცესები. ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან ერთად გავიგებთ, რა აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას და ჩვენ შეკითხვებს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი უპასუხებს. მოგესალმებით. მოგესალმებით და სანამ კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავალთ, მანამდე გადაცემის დაწყებამდე თქვენ გთხოვეთ რამდენიმე წუთი განცხადების გასაკეთებლად და გთხოვთ ბრძანოთ. საკმაოდ სასიამოვნო ამბავი მინდა ვაცნობ ჩვენს ტელემოყურებელს, ჩვენ საზოგადოებას. დღეს ანაგლიაში, უფრო კონკრეტულად განმოხურში, გაიხსნება მშენებლობა, საკმაოდ უნიკალური თავის ხასიათით. იქ აშენდება თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით აშენდება უნიკალური სასტუმრო, ყველაზე მაღალი კლასის, გამყოფ ზოლთან მიჯრილზე, ყველაზე ახლოს და სასტუმროს უკან აშენდება ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ფონდი ქართულად დააფინანსებს. ბოტანიკური ბაღის იდეა იყო ჩემი, თუ ხართ ნამყოფი და ალბათ კარგად იცით ანაგლია და იცით განმოხურის მიჯრილი ადგილის კარგად იცით ეს ტერიტორია, ეს არის უნიკალური თავისი კლიმატით, გამორჩეული, ესე შეგვიძლია ვთქვათ, საქართველოში. და რაც თვალში გვხვდება, არ არის, ვთქვათ, უკანა ზოლი არ არის ძალიან საკმაოდ გამწვანებული და ძირითადად ბუჩქოვანი მცენარეებით არის დაფარული და გამიჩნდა იდეა იქ ბოტანიკური ბაღი ამეშენებინა. თქვენ ამბობთ ოკუპირებულ ტერიტორიასთან. არა, აქ არის გამყოფი ხაზი, მიჯრილზე პირდაპირ სასტუმროს ააშენებს თანაინვესტირების ფონდი, ხაზის მიჯრილზე და იმის უკან, ზურგს უკან წინ ზღვა, წარმოვიდგინოთ. დიახ. სასტუმრო და სასტუმროს უკან, თქვათ იქ სადაც ბუჩქნარი და ძალიან ისეთი მწირი ნიადაგია, ბოტანიკური ბაღი და ამის უნიკალობა იმაშია, რომ გარდა იმისა, რომ რეკრეაციული ზონა იქნება, იქ კოლხური ჯიშის ძალიან ბევრ მცენარეს გადავარჩენთ, რაც გადაშენების პირასაა, ამავდროულად სოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოვიდანთ შესატყვის კლიმატს, რაც შეესატყვისება უნიკალურ მცენარეებსაც და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ბოტანიკური ბაღი აშენდება. ამასთან დაკავშირებით მინდოდა დამატებით შეთავაზება გამეკეთებინა ტელევიზიით ჩვენი აფხაზიზმებისთვის, რომ გამყოფ ხაზს იქეთაც თავაზობ საქმიან წინადადებას, რომ ასეთივე კლასის სასტუმროს ავაშენებდი, თუ მათი კეთილინება იქნება ჩვენი ძმების და ასევე გავაგზავნებდი ბოტანიკურ ბაღს და უფრო დიდი, ვთქვათ, უფრო მასშტაბური შეიძლებოდა გამყოფი ხაზს იქეთ აშენებულიყო. ამავდროულად სასტუმროდან მიღებული ყველა მოგება მოხმარდებოდა თანხმობის შემთხვევაში ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას და ამით მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა ჩვენი ურთიერთობის აღდგენაში და გარკვეული ნაბიჯი და საფუძველი ჩაყრო და იმას, რომ ჩვენ მოვახერხოთ და აღვადგინოთ ნდობა, დავიბრუნოთ ის ძმობა, რაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გაგვაჩნდა. ძალიან საინტერესოა და ალბათ სასიამოვნოა ნებისმიერ ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის ეს შეთავაზება, თუმცა მე მაინც მაინტერესებს ამ შეთავაზებას ახლა პირველად აჟღერებ ჩვენს ეთერში თუ რაიმე შეთავაზება კომუნიკაცია უკვე შედგა აფხაზურ მხარესთან. ეს დაწვრილებით არის, იყო მცდელობა, რომ ამბავი მიგვეწვდინა, რამდენად თქვათ უკან ინფორმაცია არ არის საქმის კურსში, რომ როგორი იყო რეაქცია და მე არ ვფიქრობ, რომ მე გამაღეზიანებელ წინადადებას თქვენ პოლიტიკურად ვფიქრობთ და ცდილობთ, რომ არაფერი ისეთი არ მოხდეს, რომ არ გავანაწყენოთ თორატოსოთ ამ კითხვას. მე ვფიქრობ, რომ ვერ მოხდა სამწუხაროდ მე მგონი შეჯერება ამ საკითხის, როგორც მე ვიცი, ასეთ დონეზე იყო მცდელობა, მაგრამ წინადადება იმდენად ჰუმანური და იმდენად მეგობრულია, რომ მე არ ვფიქრობ, რომ ამას პოზიტიურის გარდა სხვა რაიმე შეფასებები მოყვეს
გნებავთ ჩვენი აფხაზი პოზიტიურია ეს უდაოა. მე ვიდრე ჩვენს კოლეგებს მიცემდით საშუალებას რომ დავსვან შეკითხვები, ერთი შეკითხვა მინდა დაგისვათ წინა კვირას თქვენ შეხვდით ბიზნესმენებს და მე მინდა წავიკითხოთ თქვენი ერთი ციტატა პატარა, რამდენად ცდილობთ რომ თუნდაც თანამშრომლებს განუმარტოთ ის გარდაქმნები, რაც მოხდა და რაც შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში. რამდენად საუბრობთ ამის შესახებ ოჯახის წევრებთან, მეზობლებთან, თანამშრომლებთან და ასე შემდეგ. ბევრმა თქვენი ეს განცხადება აღიქვა ბიზნესისადმი მოწოდებად, რომ მათ აქტიური მხარდაჭერა უნდა გამოუცხადონ მართლ პოლიტიკურ ძალას. რისი თქმა გსურდათ და რა გსურდათ ბიზნესისგან მიგეღოთ, ასე რომ ვთქვათ. კი ბატონო, ეს შეიძლება იყო ამოვარდნა სწორედ იმ გეგმისგან, რაც ადრევე იყო გაცხადებული ბიზნესმენთან შეხვედრაზე, არ ელოდნენ პოლიტიკურ შემადგენელს და პოლიტიკურ ნაწილს და ოპონენტებმა განსაკუთრებით ამაზე გადაიტანეს ყურადღება. მე ვფიქრობ, აბსოლუტურად ლოგიკური იყო საარჩევნო პერიოდია, ბიზნესმენი ეს ჩვეულებრივი საზოგადოების წევრია და რომ მოგეხსენებათ არათუ მონაწილეობენ როგორც წესი მთელს ევროპასაც და ამერიკაშიც ბიზნესი აფინანსებს პოლიტიკას. წინააღმდეგ შემთხვევაში კორუფციას მომყვა ადგილი პოლიტიკოსებს სხვანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ როგორც წესი თუ ვთქვათ ყოფილი ბიზნესმენი არ არის რამე მსგავსი. შესაბამისად ამ მოწოდებაში არავითარი უცნაურობა არ ყოფილა, მე ელემენტარულად უფრო მკვეთრი დაფიქსირების სურვილი გამაჩნდა ბიზნესმენების მხრიდან. ამავდროულად მოუწოდე რომ კრიტიკაც იყოს გახსნილი და იყოს პირდაპირი, თქვა თუ რამე არ მოგწონს, იყო გახსნილი კრიტიკა დახურულ შეხვედრაზე. თუ რამე შეცდომებია, ძალიან გთხოვთ რომ კრიტიკულად მიუდგეთ. თუ კარგია, იქნება ესეც მკვეთრად დავაფიქსიროთ. აი ეს ამ მოწოდებაზე ოპონენტებმა გააკეთეს ცოტა ზედმეტად ჩემი აზრით კრიტიკული დამოკიდებულება, არაფერი ამაში ცუდი არა, თუმცა ფორუმის ძირითადი მნიშვნელობა იყო კიდე შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას ის რომ შეგვეფასებინა ეს 4 წლიანი პერიოდი, რამდენად სწორი პოლიტიკას ატარებდა ხელისუფლება და რამდენად ბიზნესი იყო თავისუფალი და პირობები იყო უკეთესი იმაზე, რაც იყო წინა წლებში ბიზნესის განვითარებისათვის და ინვესტიციების მოზიდვისთვის. და ამავდროულად, თქვათ, შეფასებასთან ერთად მუდამ ეს მერვედ ჩატარდა თუ მე-7-ით არ მახსოვს ზუსტად ესეთი ტიპის ფორუმი, ეკონომიკური, ჩემი თავოსნობით დაიწყეს და მიზანიც ეს გახლდათ, შეფასება და სწორი გზების დაგეგმა. თუ რამეს ვხედავთ, თქვათ, ბიზნესი ყველაზე კარგად ხედავს ამას, დაახმარებოდა ხელისუფლებას და მieნიშნებინა რა მიმართულებით შეიძლებოდა კიდევ თქვათ გარკვეული კანონმდებლობის შეცვლა თუ გარკვეული რეფორმის გატარება. რამე თუ ძირითადი გამოწვევა ჩვენი საზოგადოების გახლავთ ეკონომიკა, ამდენი მუშაობა და ამდენი გაჭირვებულია დღეს საზოგადოებაში 4 წლის განმავლობაში ამას თეორიულად არ შეიძლებოდა რომ შველებოდა, შეღავათი და ტენდენცია არის მკვეთრად გაუმჯობესებული და ამაზე მქონდა მიაქცენტი გაკეთებული, ხალხი უნდა დაასაქმოს ბიზნესმა არ მთავრობამ თავრობამ უნდა შექმნას ამის პირობები სახელმწიფომ, კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვავ და ამ ნიშნით ძალიან საყურადღებო იყო ბიზნესის პოზიცია. რომ რაც გრძნობს ბიზნესი. ნუ რეალურად პოლიტიკურად თქვათ, რას გრძნობს ბიზნესი? ამ შეხვედრის შემდეგ რა შთაბეჭდილება დაგჭირთ თქვენ? მათი საუბრეს ღიად ერთგვაროვნად ვერცერთი კრიტიკული შენიშვნა ვერ გამოითქვა, მიუხედავად იმისა, რომ იქ იყო ოპოზიციურად განწყობილი, იყვნენ ოპოზიციონერებიც, იქ ნაციონალური მოძრაობის წევრები ახლდნენ, იყვნენ თავისუფალი დემოკრატებიდან სპეციალისტებიც და პოლიტიკოსებიც ფორმაზე უფრო მეტად ფორმაზე იყო მინიშნება რომ რაღაც ფორმა არ მოსწონთ თქვა ამ ტიპის და პირველ რიგში ის რომ მე მოვითხოვე განმარტებები არ მოვითხოვე თხოვე პრინციპში თუმცა ჩათვალეს რომ ზედმეტად ემოციური ვიყავი რადგანაც შეიძლება ვიყავი კიდეც იმიტომ თქვენ რამდენჯერმე გაუსვით ხაზი რომ ამისთვის არ თქვენ საკრიტიკოდ არ მოსულა შეიძლება ამან დატოვა შემდეგ ასეთი შთაბეჭდილება რომ ბატონო ამისთვის საკრიტიკოდ არ მოვსულვარ ბევრჯერ გაუსვით ხაზი ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს და შეიძლება ამან ხო რამდენიმე კაცი დაიძაბა ნუ ძირითადად სხვილი ბიზნესი ესრებოდა პრინციპში და თქვენ იცით რომ მათ აქვთ ისტორია და აქვთ ისტორია თანამშრომლობის წინა ხელისუფლებასთან და ვთქვათ პროცესებში მონაწილეობის შესაბამისად მე ესეთი რამ ვთქვი რომ 2012 წელს ისე ჩავატარეთ არჩევნები რომ შეკითხვაც არ დამისვოს და თქვენი მიმართ არც ერთი განცხადება არ გამიკეთებიათ და არ მიკითხავ სად იყავით და როგორ იყავით დღეს 4 წელიწადი გავიდა ეხლა არჩევნებია და მაინტერესებს რომ დღევანდელი პოზიცია რა არის ეხლა გისვამთ ამ შეკითხვას მოგწონს შედარება გავაკეთოთ ეს შემდგომ ეხლა რო არ გააწავიდეთ პოლიტიკურ შემადგენელზე ამ ფორუმის უფრო საინტერესო მაინც ეკონომიკურია რაც იდეაც ეს გახლდათ და ისი გულისთვისაც შეიქმნა ამ ხრივ რა თქმა უნდა შეფასება იყო აბსოლუტურად პოზიტიური და კრიტიკულად განწყობილებმაც ვერ შეძლეს და ოპოზიციურად განწყობილებმაც ვერ შეძლეს რომ დაეკნინებინათ ის შედეგი რაც 4 წლის განმავლობაში საქართველოს მიიღო ეკონომიკური განვითარების მხრივ და რა თქმა უნდა იქ ხაზი გაესვა პრობლემას იმას რომ 3 და 4%-იანი ზრდა ეს არ არის დიდი და ამით
ვერც ერთი ხელისუფლება ვერ იტრაბახებს და მათ რიცხვში მეც მრავალჯერ მithქვავს, რომ ეს თითქოს არ არის სადრაბახო, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც ესეთი დიდი შოკი იყო, გარე შოკი და რეგიონში იყო ძალიან მძიმე სიტუაცია, საქართველოს უნიკალურად გაართვა თავი ქართულმა ეკონომიკამ ამას და ამაში არის ძალიან დიდი წვლილი, რა თქმა უნდა, იმ ახალი დამოკიდებულების ეკონომიკასთან, რაც ჩემი მოსვლით ჩვენმა გუნდმა დააფუძნა ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში. საქართველოს რეგიონში არის ლიდერი ეკონომიკური ზრდით და ყველა დამოკიდებულებით, თქვა, იქ დევალვაციაზე იყო საუბარი. ყველა შეფასებები ძალიან საინტერესო პიროვნება არ ვიცნობდი არჩილ გაჩეჩილაძე, ვინც გააკეთა მოხსენება ჩემს შემდგომ და დაახასიათა მთელი ეს პერიოდი ეკონომიკური მაჩვენებლებით. ძალიან შთამბეჭდავია. ძალიან შთამბეჭდავია გამორჩეულად ლიდერია საქართველოს რეგიონში და ამ დროს 3.4%-იანი ზრდა, რა თქმა უნდა, არ არის მომხიბლავი მოსახლეობისთვის და მით უმეტეს მათთვის, ვისაც ეკონომიკა არ ესმის და სულაც არ ითხოვენ და არ საჭიროებენ, თქვათ, მის ანალიზს და ეკონომიკურ განმარტებას. ხალხს ელემენტარულად ჭირდება დახმარება, ჭირდება სამუშაო ადგილი, მას ჭირდება შესატყვისი, ხელფასი და შემოსავალი, ამაზე აკეთებენ რეაქციას და ამ დროს ოპონენტები სპეკულირებენ იმით, რომ აი ნახეთ, თქვათ, აი ნახეთ ეს რა. და იმ ფონზე, როდესაც შემცირებები მოხდა ჩვენი პარტნიორების, თქვათ, საბაჟო პარტნიორების და რეგიონში მეზობლების ეკონომიკის შემცირება მოხდა, სტაგნაცია ჰქონდა ძალიან ბევრ ქვეყანას და საოცარი შოკი განიცადეს, ამ ფონზე, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავი იყო ის, რაც საქართველოს ეკონომიკამ განიცადა და როგორ მყარად იდგა და ამის საფუძველი გახდა მხოლოდ ის დამოკიდებულება, რაც ჩვენ პრინციპულად შევცვალეთ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით და ხელისუფლება დაწყებული ჩემი პრემიერობიდან და დამთავრებული კვირიკაშვილით, რომელიც ბიზნესთან ძალიან ახლოს არის, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში იყოს ძალიან კარგი გარემო ინვესტიციებისთვის და ამ ხრივ შთამბეჭდავი შედეგებია. რა თქმა უნდა, როდესაც ცოტა დაიძაბნენ, თქვა, თანამონაწილეები პოლიტიკური შემადგენლობით, შუალედში გაჩეჩილაძის გაკეთებული ანალიზის დროს, როდესაც ინვესტიციებზე იყო მინიშნება, მე იქ გამოვასწორო და უთხარი, აი ეს არის თქვენი ძირითადი და მართლაც ეს იყო, რომ ბიზნესს აქვს ლომისვლილი ინვესტიციების მოზიდვაში და ამ ხრივ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი შედეგი გვედო და ბიზნესმა აქ აჩვენა სწორედ. პოლიტიკაში მორცხობს, ერიდება, თქვა, დარჩენილი შიში აქვს კიდევ ზოგიერთებს, შეიმჩნევა ეს აშკარად, მაგრამ ძირითად საქმიანობაში თავის, რასაც ქვია ბიზნესი და რასაც ქვია ეკონომიკა, ბიზნესმა კარგად აჩვენა ის სწორება, რაც ახალმა ხელისუფლებამ მოიტანა. აი ეს სტანდარტები, რაც დაგეგმა და დანერგა ახალმა ხელისუფლებამ, ბიზნესმა კარგად აჩვენა თავის ძირითად საქმიანობაში. იმ ფონზე კიდევ ვიმეორებ, რაც ხდებოდა რეგიონში და პრობლემა ის, რომ საქართველოში არ არის უფრო დიდი ეკონომიკური ზრდა, ყველამ ერთხმად აღიარა, რომ არის მხოლოდ გარე შოკი და არა, თქვათ, გარკვეული შეცდომები ხელისუფლების. თუმცა იდეალური ვერც ერთი ხელისუფლება ვერ იქნება და ვერც ერთი მთავრობა ვერ იქნება, მაგრამ პრინციპული შეცდომები, კიდაც კანონმდებლობის ხრივ, კიდაც მართვის ხრივ, ან ჩარევის კერძო საკუთრებაში, ან კორუფცია, ლამის პირველ ადგილზე ვართ კორუფციაში 100 ქულიდან არაკორუფციულობის გაზომა რაც ხდება 98 ქულა იყო საქართველოს. და გაიხსენეთ წინა პერიოდი რაც იყო ის ელიტარული კორუფცია როგორ ყვავოდა, იქ ერთ-ერთმა ბიზნესმენმა სხვათაშორის ძალიან საინტერესო შეფასება გააკეთა. გაიხსენა შევარდნაძის პერიოდი და თქვა რომ კორუფცია იქაც იყო და უფრო ფართო და მასშტაბიანი და გაიხსენა ნაციონალური მოძრაობის მართვის პერიოდი. და თქვა რომ რა თქმა უნდა ეკონომიკის განვითარებისთვის შევარდნაძის პერიოდი და შევარდნაძის ეკონომიკა იყო გაცილებით საინტერესო. ისიც ცუდი იყო, რა თქმა უნდა. ბატონო, ისიც ცუდი იყო, არა, ისიც ცუდი არის ცუდი და უარესი. ხშირად არჩევანს აკეთებენ ცუდსა და უარეს შორის. კარგსა და უკეთეს შორის არჩევანი ყოველთვის უფრო კარგია. დიახ. მაგრამ ხშირად ხდება არჩევანი და ანალიზის გაკეთება ცუდსა და უარეს შორის. მაშინ უფრო თავისუფალი იყო გარემო. ის დიდ ხალხს, ბევრ ხალხს ენაწილდებოდა ის ფული. ის კორუფციული ფული რაც ვერ გროვდებოდა და ძალიან ცუდი იყო. სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია დარღვეული იყო. ბიუჯეტი ვერ ივსებოდა და ის საბაჟოსა და საგადასახადოში ნაწილდებოდა ძირითადად რა თქმა უნდა ეს ცუდი იყო ამის შექება როგორ შეიძლება სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ირღვეოდა. მაგრამ ამ ბიჭებმა რომ მოაგროვეს მერე ნაცებმა ეს ისწავლეს კარგად მოგროვება და ყველა ჯიბეში ჩაძვრენ და თვითონ დაიწყეს ამის გადანაწილება. ეს იყო უარესი მასზე. აი ეს ითქვა სწორედ და უფრო ფართო მასებზე ნაწილდებოდა მაშინ ის ფული. შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ის კორუფცია უამრავი მოხელე იყო საბაჟოს, უამრავი მოხელე იყო საგადასახადოს და ეს ფული ძირითადად აქ ნაწილდებოდა და ბიზნესიც ისე არ კონტროლდებოდა როგორც ნაცებმა ისწავლეს შემდგომ. შემდგომ ამ პატარა ბიჭებმა მოაგროვეს და რამდენიმე კაცზე დაიწყეს გადანაწილება. ეს იყო უარესი. აი მას გაესო ხაზი ელიტარული კორუფცია კიდევ უფრო ანგრევდა პერსპექტივას ბიზნესის განვითარების. და თავისუფლება აღარ იყო საერთოდ. და ვისაც ჰქონდა და რაც ჰქონდა დაწყობილი მანამდე და მათთან ერთად
ყველას ჯიბეში უძრებოდნენ და ყველა ყავდათ ჩაჭერილი პრინციპში რეალურად და მათ გარეშე განსაზღვრელები იყვნენ. მე ესეც შევახსენე იქ ბიზნესს, რომ თქვენ თუ ვერ ახერხებთ მეთქი ანალიზს, როდესაც პოლიტიკური შემადგენელი შემოვიტანე, თუ გაქვთ იმის ილუზია, რომ დღეს ისეთივე დღეში იქნებოდით როგორც მაშინ, მაგრამ ახერხებდნენ მაშინ ვინ როგორ და რანაირი თანამშრომლობით მათთან და ურთიერთობით ახლობლობით, დღეს არც ერთი აღარ გექნებოდათ მეთქი თქვენ არაფერი სალაპარაკო. მხოლოდ მერაბიშვილი, ადეიშვილი და შიდა ჯგუფები გამართებდნენ თქვენი ქონების გადანაწილებაზე, მაგრამ თქვენგან არც ერთი რო ბიზნესმენი დღეს აღარ იქნებოდა, ეს წარმოგიდგენია თუ იმ მოდელს გამოვიყენებთ 4 წლის შემდგომ და მე დარწმუნებული ვარ, ამას თუ იმ მოდელს და იმ დამოკიდებულებებს გადმოვიტანთ, რაც არსებობდა ნაციონალური მოძრაობის დროს, ვერც ხელფასები გაიცემოდა, ვერც პენსია დარიგდებოდა დღეს და რა თქმა უნდა ამ ბიზნესმენებისგან ისესრებოდნენ პირდაპირ უთხარ და ვერცერთმა ხმა ვერ ამოიღო. თქვენ დღეს არც ერთი ბიზნესში აღარ იქნებოდით და ძირითადი ომი იქნებოდა შიდა ამ პატარა ბიჭების ამ გუნდის წევრებს შორის. შემდგომ გადანაწილებაზე მერაბიშვილს და ადეიშვილს შორის დაწყებული იყო სხვათაშორის უკვე, ამას სათავე ჰქონდა აღებული უკვე ერთმანეთში ბიზნესში პაექრობა ჰქონდათ და დღეს იქნებოდა მხოლოდ ამ გუნდის წევრებს შორის პაექრობა და არა იმ ბიზნესმენებს შორის, ვინც საფუძველი ჩაუყარა და განავითარა ბიზნესი. გასაგებია. მოდით ახლა საშუალება მივცეთ ჩვენს კოლეგებს და დაგისვან შეკითხვები, ჩვენ მოგვიანებითაც მოგვეცემა ამის საშუალება. პირველი კითხვა, ქვემო ქართლის ტელერადიო კომპანია ქრისტე ასლამაზაშვილი. მოგესალმებით, ბატონო ბიძინა, 20-მდე მაჟორიტარობის კანდიდატი არის რეგისტრირებული რუსთავში და ყველა მათგანი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში რუსთავი იქნება ინდუსტრიული ქალაქი. ამას აცხადებენ ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატებიც. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ მოხერხდა ამ 4 წლის მანძილზე ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები, რომ გადადგმულიყო? კი ბატონო. კონკრეტულად რუსთავის ეკონომიკაზე საუბარი გამიჭირდება, ციფრები არ წამომიღია, მაგრამ ყველა მიმართულებით საქართველოში ბიზნესის განვითარებისათვის გაკეთდა ძალიან ბევრი. აი, რაზეც ჰქონდა ფორუმი და რასაც ვიხსენებდი ჩემს ერთი წუთით ადრე, რომ ყველა ბიზნესმენი გამოკვეთით აღნიშნავს და ნახეთ საერთაშორისო რეიტინგებიც. საქართველო არის თუ საუკეთესო რა, ერთ-ერთი საუკეთესო, აი 5 ეულში შედის, სხვადასხვა რეიტინგებით ეკონომიკურით. საქართველოს აქვს ძალიან მკვეთრი ნაბიჯი წინ გადადგმული იმისათვის, რომ ეკონომიკური გარემო არის ძალიან კარგი ინვესტიციებისთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, ეს გარე შოკის პრობლემა იყო, ჩვენ მოვხდით რეალურად კრიზისში და სამწუხაროდ ჩვენ მოსვლას ეს ყველაფერი დაემთხვა, ამიტომ ვერ მოახერხეთ უფრო სწრაფი და უფრო შტამბეჭდავი განვითარება. რამდენიმე შეგახსენებთ, უგნებავთ თქვა ეკონომიკური თავისუფლების მხრივ მე-5 ადგილზე ვართ სოფლიოში და აი შედარებითი ინდექსი კიდევ ერთხელ რასაც ხშირად ვიყენებ და გამომიყენები ადრე გამოსვლებში მაკროეკონომიკური გარემო რაც კომპლექსურად განსაზღვრავს დამოკიდებულებას ხელისუფლების თქვა როგორია პოლიცია როგორია ხელისუფლება როგორია მენეჯმენტი და ესე შემდგომ მაკროეკონომიკური გარემო რაც ერთ-ერთი ძირითადი დამახასიათებელია სახელმწიფოს როდესაც ბიზნესმენები ინვესტიციების ირჩევდნენ საქართველოს იყო 127 ადგილზე 2012 წელს ბოლოდან მე-6 ადგილზე იყო დღეს ვასწრებთ ისეთ სახელმწიფოებს ამ გარემოთ რომ ჩამოთვლაც კი მერიდება საფრანგეთი, ბელგია, ირლანდია, ევროკავშირის ქვეყნების ნახევარზე მეც ვასწრებ დღეს და საოცრად მკვეთრად ცვლილებაა დამოკიდებულებით, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, იმიტომ რომ რეგიონი იყო ესე დღეში და კრიზისი იყო, ევროპაშიც არ არის საუკეთესო სიტუაცია დღეს ეკონომიკის განვითარების მხრივ და ზრდის ტემპების მხრივ, ერთი სახელმწიფო ამაზე მეტად ვერ გააკეთებს კვეთნამი, ჩვენ ვართ ლიდერი ეკონომიკური განვითარების ტემპებით. სხვაგან კლების საფუძველზე ჩვენი 3% შტამბეჭდავია, მაგრამ ეს ვერ გახდება შტამბეჭდავი, რა თქმა უნდა, შიდა მოხმარებისთვის და მოსახლეობისთვის, რომლებიც ასეთ გლობალურ ანალიზში არ გამოხვევიან და გასაგებიან მათთვის. მათ სურს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ საუკეთესო პირობები იმისათვის, რომ ოჯახი შეინახონ ღირსეულად. რაც შეეხება უფრო კონკრეტულად რუსთავს და ინდუსტრიული ქალაქი უნდა გახდეს, რა თქმა უნდა, არის რუსთავი ინდუსტრიული, მაგრამ არის ძალიან დაბალი დონე ინდუსტრიის განვითარების. იგივე თუ ავიღებთ რუსთავის მეტალურგიულს გავიხსენებთ, გნებავთ აზოტს გავიხსენებთ, რუსთავის ინდუსტრიული უნდა გახდეს თუ არა ესეთივე გიგანტი ხშირად დაუსვათ ჩემთვის ესეთი კითხვა. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაყვეს მოხმარებას და უნდა გაყვეს გასაღებას. ბიზნესი არ შეიძლება რომ თქვათ ჩვენ უეცრად ავაშენოთ და დავგეგმოთ ისეთივე დონის ქარხნის დაბრუნება საპროექტო სიმძლავრის, როდესაც გასაღების ბაზარზე თქვათ არის პრობლემა და დღეს მეტალურგებს საერთოდ აქვთ კრიზისი სოფლიოში, საოცარი კრიზისი, მე ვიცი რა ხდება ყაზახეთში, რა ხდება რუსეთში, რა ხდება სხვა ჩინეთში თუ გნებავთ დემპინგზე მუშაობენ ძალიან ბევრი ქარხნები, რომ იცოდეთ რომ შენარჩუნდნენ. დემპინგი გესმის, ხო, წარმოება მეტი უჯდებათ ვიდრე გასაღება. რთული პერიოდია, ამ პერიოდში დაიწყო რუსთავის მეტალურგიულმა გაღვიძება და მასშტაბები გაიზრდება შესატყვისად ბაზრის მოპოვებისა. ბაზარი უნდა უსწრებდეს წინ. ჯერ გასაღების
საშუალება უნდა მოიპოვო და შემდგომ წარმოება უნდა გაზარდო. ესევე აზოტის პრობლემები გარკვეული ქონდა და აქვს დღესაც, თუმცა მე მგონი იმ დღესაც ქონდა საუბარი ფიფიასთან, რომან ფიფიასთან, ვინც აზოტის ფლობელად მოგვივლინება დღეს და არის წარმატებული ბიზნესმენი, გაზის ფასი თქვათ, აი ისევ ამ შოკებთან, გარე შოკებთან მოვიდა თანხმედრაში, იცით რომ ნავთობის ფასი დაეცა ძალიან მკვეთრად, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებში იყო ძალიან დიდი ეკონომიკური ძვრები, ცუდი მიმართულებით. თქვენ წარმოიდგინეთ ნავთობის გაიაფებამ საქართველოსთვის უნდა მოეტანა პოზიტივი თეორიულად, ხო? ჩვენ მომხმარებელი ვართ, ნავთობის წარმოებელი არა ვართ, ძალიან ცოტას ვაწარმოებთ, ის არაფერი არ არის, ზღვაში სვეტია რომ იტყვიან, რასაც ვაწარმოებთ, მოვიპოვებთ ჩვენ ნავთობს. და ნაცვლად ამისა, ჩვენს ეკონომიკაზეც ამან დიდი დარტყმა მოახერხა, იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური პარტნიორების, სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკურ მდგომარეობას. აი ეს რომ კარგად გაითავისოთ და გაიგოთ, ნავთობის ფასის ვარდნას თითქოს საქართველოს ეკონომიკისთვის პირიქით ბიძგი უნდა მიეცა. იმიტომ რომ ჩვენ ნაკლებ ფულს დავხარჯავდით ნავთობის შესყიდვაში, რასაც მომხმარებელი ქვეყანა ვართ. ამ დროს, იმიტომ რომ სავაჭრო პარტნიორები ჩვენი რეგიონში, ჩვენი მეზობლები ძალიან დაზარალდნენ ამით, იმდენად საქონლობრუნვაზე ამან ისეთი ასახვა მოიპოვა, რომ საქართველოს ეკონომიკასაც დაეთხო. რა თქმა უნდა, რუსთავი უნდა იყოს ინდუსტრიული ქვეყანა. და ამ მიზეზით გარე შოკები ძირითადად და საერთოდ ახლა ისეთი დონის ქარხნები, როგორც არის რუსთავის მეტალურგიული, ან არ გენებავთ აზოტი. 4 წელიწადი პროექტირებაზე მიდის როგორც წესი, ამ ტიპის საწარმოების დაგეგმა რომ მიდის, და ამ ტიპის საწარმოების, თქვათ, გიგანტების აღორძინებაზე მიდის საუბარი, საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. მენტალური შეცვლა და გარდატეხვა. სიტუაცია გახდათ ისეთი, რაც გადავიბარეთ ჩვენ, რომ აქ ვინც იყვნენ შემორჩენილები, ისინი ცდილობდნენ როგორ გაესაღებიათ ერთმანეთს და აქედან გაქცეულიყვნენ, გაესროთ. ეს იყო დამოკიდებულება. და პირველი 2 წელი თვითონ ბიზნესმენები იხსენებდნენ იმ შეხვედრაზე, რაც ჰქონდა 3 დღის წინ, რომ პირველი 2 წელი გაგებაც არ უნდათ, იმდენად შოკში იყვნენ. მე ვიხსენებ კირვალიძე, იყო ეკონომიკის სოფლის მინისტრი. და მახსოვს, რომ ჩემი დავალებით ვთხოვე, რომ მოეგროვებინა სოფლის მეურნეობის ბიზნესი და თავიდანვე დავიწყოთ მეთქი რთველზეც და საერთოდ ირიგაცია და ეს პრობლემები რაც არის. ეხლა შეიძლება საწყენად ჩამითვალოს, მაგრამ ერთ-ერთზე ვიტყვი, როგორ დამირეკა, შეხვედრიდან დამირეკა, იმდენად შოკირებული იყო კირვალიძე შეხვედრაზე. შეხვედრიდან დამირეკა, ბატონო ბიძინა, რას დაგეგმარებაზე უნდა ვილაპარაკო რა. აი ერთადერთი რაც შემიძლია თქვა, ამ ბიზნესმენებს უთხრა, რა გიქნათ იმ მამაძალმა სეთორმაო. ისეთი, აი თვალებში მიყურებენო, მონური გამოხედვით იყურებიან თვალებში იმდენად შეშინებული და დათქმულნი არიანო. და არჯერად ჩემი სიტყვების თუ ჩვენ მათზე ვიზრუნებთ და ჩვენ მათ კეთილდღეობას და მათ ბიზნესის გაუმჯობესებაზე გვექნება ძირითადი აქცენტი. ესეთი მდგომარეობა მივიღეთ ჩვენ, აი როდესაც რუსთავის ინდუსტრიაზეა საუბარი. ესეთი შოკირებული იყო ბიზნესი. რა თქმა უნდა, ინერციით მუშაობდნენ, ახერხებდნენ მათთან, თქვათ, კომუნიკაციას თავრობასთან და ეს თავრობის წევრები ნელ-ნელა შედიოდნენ ბიზნესში და იკიდებდნენ ფეხს. და ამის მაგალითები უამრავია, როგორ ართმევდნენ საკუთრებას, როგორ შედიოდნენ დიდმე საკუთრეებში მოწილებად და ესე შემდგომ. ეს პროცესი იყო ძალიან მძიმე. და აქ რომელი ინვესტორი შემოვა, რა ინვესტიციაზეა საუბარი, დასრულებული იყო იმ მეთოდის მართლობა, რაც მათ ახლდათ, მოხაჩეს ის 2012 წლამდე. მოათრიეს რომ იტყვიან, მაგრამ 12 წელს რომ მათ გაემარჯვნათ, იმ მეთოდს ერთ-ორ წელიწადში საბოლოო კრახს მოიტანდა და ეკონომიკურ კოლაფსს მიიღე. კოლაფს პირდაპირ მნიშვნელობით მიიღებდა საქართველოს ეკონომიკურ კოლაფსს. ნაცვლად ამისა, ჩვენ უდიდესი ნახტომი გავაკეთეთ წინ და განვითარებული ქვეყნებს შეგვიძლია დღეს შევედაროთ ტემპებით, მაგრამ როდესაც ეკონომიკა 4-ჯერ და 5-ჯერ ჩამორჩება, შედარება ხდება ერთსულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქციით. 4-ჯერ და 5-ჯერ ჩამორჩება, ეხლა ვისაც ეკონომიკა ოდნავ მაინც ესმის, 4 წელიწადში ეკონომიკა არავის არ გაუარმაგებია. მით უმეტეს არ გაუოთხმაგებია და არ გაუხუთმაგებია. არ მოხდარა პრეცედენტი, რომ 4 წელიწადში ვინმეს ეკონომიკა გაეორმაგებია. გაორმაგების შემთხვევაში საქართველოში მოხდება, ჩემი აზრით, ხარისხობრივი ცვლა. მოსახლეობას უკვე დაეტყობა ძირითად ფენას, მამახს ხედულობაში გაორმაგება, თქვათ, 20,000-ზე როდესაც ავართ, 10,000 არის ახლა პროგნოზი წლის ბოლომდე საერთაშორისო სავალუტო ფონდის საერთაშორისო დოლარში ნაანგარიშები ერთსულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქციის, ჩვენ შეგვიძლია აი 7-8 წელიწადში თუ შევინარჩუნებთ ლიდერობას და ამავდროულად რეგიონში შეიცვლება სიტუაცია, რის იმედიც მაქვს და დასრულდება ეს დაღმასვლა და დაიწყება აღზევება ეკონომიკური და საქართველოს ამ ტემპებს შეინარჩუნოს და ლიდერულ პოზიციას შეინარჩუნოს, ჩვენ 7-8 წელიწადში შეგვიძლია გავაორმაგოთ. 7-10 წელიწადი უკიდურესი იქნებოდა გავაორმაგოთ. და აი აქ შეიძლება მოსახლეობას, თქვათ,
სათვალეთ რომ ყველაფერი გაორმაგებული რაც დღეს გაგვაჩნია თქვა სამუშაო ადგილების გაიზრდება პრინციპულად პენსიებიც გაიზრდება პრინციპულად სოციალური დახმარებების გაიზრდება და ესე შემდგომ ოღონდაც ვიყოთ თანმიმდევრულნი და მოთმინებით მახსოვს რომ წინა შეხვედრაზე ჟურნალისტებმა მკითხეს აი ამდენ დადიხარ შესვენების დროს კახეთში რა გინდა და ძირითადი მიზანი რა არის და შემოკლებით თქვა ჩემი თავი თვითონ დავიჭირე რომ მოსახლეობას ძირითადად მეთქი არა არჩევნებისთვის მოუწოდებ არამედ გაგებისთვის და მოთმინებისთვის მოთმინებისკენ რომ ყველაფერი მიდის სწორად ამაზე მეტია შეუძლებელი იყო გაკეთებულიყო რეალობიდან წამოვიდეთ ჩვენ რისი გაკეთება შეიძლებოდა და არ გაკეთდა და ვერ გაკეთდა ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი საკითხი სწორედ ბიზნეს ეკონომიკურ ფორუმზედაც აი აქედან თუ შევაფასებთ ძალიან დიდი პროგრესია უკეთესობისაკენ ოღონდაც კიდევ ვიმეორებ ეკონომიკის გაორმაგება 4 წელიწადში არ მომხდარა და თანაც დაერთვა მას რეგიონალური კრიზისი ამის გაგება მოსახლეობის რთულია მაგრამ ვისაც ხელეწიფება უნდა აუხსნათ და გავაგებინოთ ეს თხოვე ბიზნესმენებს სწორედ მოთმინება რომ აღარაფერი ახალი უბედურება არ მივიღოთ სწორედ მივიდეთ არჩევნებზე სწორედ მოვეკიდოთ იმას რომ რეკლამა უნდა გამოვაცხადოთ ახლა რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით ეთერს დავბრუნდით პირდაპირ ეთერშია გადაცემა შეხვედრები რეგიონულ მედიასთან განვაგრძობთ საუბარს და შემდეგ შეკითხვას დასვამს გაზეთი რუსთავი თემურ კობახიძე მოგესალმებით ბატონო ბიძინა ამას წინათ პრემიერმა გაახმოვანა მომავალი 4 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების შეიძლება ვთქვათ მართლაც უპრეცედენტო გეგმები რაც 600 კილომეტრ ავტობანს 1000 კილომეტრამდე სხვადასხვა კატეგორიის გზების რეაბილიტაციას ითვალისწინებს ეს ძალიან კარგია და მისასალმებელია თუმცა თუ რუსთავ-თბილისის მხოლოდ 18 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას გავითვალისწინებთ, რომელიც აგერ უკვე 3 წელია შენდება და ვერადავერ დასრულდა, ცოტა გადაჭარბებული ხომ არ არის ასეთი დაპირებები. 600 კილომეტრზე გვაქვს ლაბარაკი. კი ბატონო, მეც თქვათ ჩემთვისაც ამით ამზით მობზანდით, ხო? მეც კი თქვათ მაქვს ეჭვები, რომ ამ ხელა მასშტაბებს როგორ შეძლებთ და დაგეხმარებით და გავაღრმავებით თქვენ შეკითხვას. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის 9 წლის მმართველობის დროს აშენდა ეს ავტობანი სულ 64 თუ 68 კილომეტრი და ამ 4 წლის განმავლობაშიც ახალი ხელისუფლების მოსვლის დროს აღშენდა 82 თუ რაღაც 80-თან ახლოს კილომეტრი და ამ დროს შემდგომი 4 წელიწადი 556 კილომეტრზე იყოს გადაგებული არის თქვა ძალიან ბევრ კითხვებს იწვევს თუ გინდ მოსამზადებელი პერიოდი ამისთვის რომ გაამზადოთ თქვა სტაფი ვინც ამას უხელმძღვანელებს ფულზე აღარ მაქვს საუბარი ჯერ ფული უნდა იშონო ამის ხო უნდა მოიზიდო ამის ფული ძირითადად ამას სოფლიო ბანკი და ასეთი ევროპის ბანკი და დიდი თქვათ ფინანსური ორგანიზაციები აფინანსებენ როგორც წესი ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ამ ხრივ არის საჭირო თქვათ რომ ფინანსთა სამინისტრომ ასე ვთქვათ გაათმაგოს თავისი ძალისხმევა მაგრამ კვირიკაშვილის პროფესიონალიზმი რომ ვიცი ერთადერთია თქვათ რაც მაწყნარებს რომ გათვლის გარეშე ის არ აკეთებს როგორც წესი კარგი ფინანსისტია ძალიან გარდა იმისა რომ კარგი მენეჯერია ხო და მეც კი არ მომითხოვია თქვათ არ მინახავს გათვლები ამაზე და ჩემი კითხვაც თქვათ თქვენსაც შეიძლება შეუერთდეს იმდენად მასშტაბურია 2020 წლამდე ესეთი მასშტაბური პროექტის დაგეგმა არის გრანდიოზული მე მაქვს დიდი იმედი რომ მას შეძლებს კვირიკაშვილი და ეს ძალიან დიდ გავლენას მოახდენს ეკონომიკურ ზრდაზე თვითონ ინფრასტრუქტურული პროექტის ამდენი ფინანსის ინვესტიცია ამ ხრივ, რასაც სახელმწიფო კოორდინაციას უკეთებს და პლუს ბიზნესმაც ეს ტემპები შეინარჩუნოს, ჩვენ შეიძლება მივიღოთ, რასაც მე სუმუდამ ველოდები, რომ ორნიშნად ციფრზე ავიდეს ეკონომიკური 10 და უფრო მეტი იყოს ეკონომიკური ზრდის ტემპი, რაც ძალიან სწრაფად მოაგვარებს ჩვენს ძირითად პრობლემას ეკონომიკაში. ისე რუსთავ-თბილისისგან როდის ეშველება ბატონო? მე მგონი ეგეც გეგმაშია და გარდა მაგისა წითელ ხიდამდე რაც თქვენზე გაივლის ანაკლიამდე აქედან რომ ამ მონაკვეთია საუბარი, რომელიც დაანონსდა და ეს 18 კილომეტრი. კონკრეტული გეგმა რო არ დაგიმალოთ, მე არ მინახავს, მაგრამ იმ დონით და ისე კარგად ჯერა. საველებს უსვა მოლოდინი ჰქონდათ ამ ავტობანთან დაკავშირებით და. უფრო სწრაფად ელოდნენ ხო? ტრიალეთის ექსპრესი ნაზი მიშველიანი. გამარჯობა ბატონო ბეძინა, მაინტერესებს წალკაში გაზიფიცირების საკითხი, ასევე მაინტერესებს გზის რეაბილიტაციის საკითხი, მოგვარდება თუ არა და რა თქმა უნდა ვისაუბრო ეკომიგრანტებისა და მისი სახლების დაკანონებასთან დაკავშირებით რა მოისაზრებთ გმართ. კი ბატონო, გაზს და გზას რაც შეეხება თქვენს კოლეგას დავესისხებოდი პრინციპში
მასშტაბურობაზე, რაზეც საუბრობს დღევანდელი პრემიერ-მინისტრი, რომ გარდა მაგისტრალური გზებისა, შიდა გზების მშენებლობის ტემპები ძალიან დიდია გეგმები და იქნება ამ 4 წელიწადში პრინციპულად უნდა გადაწყდეს. აი იმის იმედი გვაქვს ყველას, რომ აი პრინციპი ძირითადი მოთხოვნები ყველა რეგიონში ეგაა. გზა, წყალი, უგზაობა, უწყლობა, უგაზობა, ეს ძალიან დიდი პრობლემებია მოსახლეობისთვის და ძალიან ამბიციური გეგმა აქვს კვირიკაშვილს და მე ძალიან ვენდობი, რომ ამ 4 წელიწადში თუ რამე ახალი უბედურება არ მოხდა, საგარეო შოკი ისევ ან რაღაც იმის მსგავსი, მე ვფიქრობ, რომ 4 წელიწადში პრინციპულად ეს პრობლემა პრინციპულად გადაწყდება. რა თქმა უნდა, მთლიანად ვერ მოგვარდება და კიდევ დარჩება, მაგრამ აი პრინციპულად უნდა ეშველოს ამ პრობლემას. გაზიფიკაცია კიდევ უფრო სწრაფი ტემპით მიდის, ამ მხრივ ძალიან კარგად მუშაობს ენერგეტიკის სამინისტრო, ჩვენი პარტნიორი სოკარი ძალიან ბევრს აკეთებს და სხვა პარტნიორები და მე ვფიქრობ, რომ სიტუაცია პრინციპულად შეიცვლება. რაც შეეხება დაკანონების პრობლემას დაწყებული ამდენი 4 წლის განმავლობაში და საერთოდ ეკომიგრანტები და მიგრანტების პრობლემაც, ასე მგონია, რომ ამ პროცესში ესეც მე ბევრი ვისაუბრე თქვათ ამ პრობლემებზე სხვადასხვა შეხვედრებზე და მე ვფიქრობ, რომ ამ წლების განმავლობაში აქაც პრინციპულად უნდა სიტუაცია შეიცვალოს. მადლობთ. გაზეთი დიდგორელები, ნინო ბექაური. მოგესალმებით ბატონო ბიძინა. ხშირად არ გვეძლევა ხოლმე საშუალება, რომ ჩვენი რაიონის გასაჭირი საჭიროების ადგილზე მივიტანოთ და ძალიან დიდი მადლობა ჯერ პირველ რიგში დღეს რომ აქ ვარ. პირველ რიგში მინდა გკითხოთ 2013 წელს თეთრი წყაროში დაიხურა საავადმყოფო, ჯეო ჰოსპიტალსმა დახურა მრავალპროფილური საავადმყოფო. მაშინ უკაცრავად პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარუგველაშვილი ბრძანდებოდა ჩვენთან, რომელმაც დაუკვირდა, რომ პრეზიდენტად თუ გახდებოდა აუცილებლად მოაგვარებდა აღნიშნულ პრობლემას, თუმცა დღემდე საავადმყოფო არ ფუნქციონირებს და მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს სახელმწიფომ გამოისყიდა ჯეო ჰოსპიტალსისგან რამდენიმე განყოფილება დაემატა, მაგრამ არ არის სამშობიარო ბლოკი, არ არის გეგმიური ქირურგიული მომსახურება და ეს მოსახლეობას მაჟორიტარს შემახსენებ თქვენსაც, კალბატონი იყო, ხო, თქვენიდან მაჟორიტარი მაგ რეგიონიდან ვინ იყო დღეს, ვინ არის მაჟორიტარი? ბატონო? ბეჟუაშვილი იყო მაჟორიტარი, დიახ და საავადმყოფოს პრობლემა დღემდე მოუგვარებელი არის. კიდევ თუ შეიძლება ერთ კითხვასაც დავამატებ ძალიან მოკლედ. ყველა მაჟორიტარი კანდიდატის დღევანდელი დაპირებაა, რომ თეთრი წყაროში აუცილებლად უნდა განვითარდეს ტურისტული პოტენციალი და თქვენ თუ გესახებათ ეს რეალობად და შესაძლებელია თუ არა რომ მართლაც მოხდეს. ასე ან ამ 4 წლის მანძილზე რატო იყო შეუძლებელი, რომ ისტორიული ძეგლებით სავსე მუნიციპალიტეტი არ ყოფილიყო ტურისტულად განვითარებული? კი ბატონო, სამწუხაროა რომ 4 წელიწადში თუ არაფერი არ გაკეთა და კონკრეტულად ახლა არ მაქვს რა დაგიმალოთ ინფორმაცია, მაგრამ მე ვენდობი თქვენს დამოკიდებულებას და ძალიან ცუდია თუ 4 წელიწადში მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა ამ მხრივ არაფერი და მომავალ 4 წელიწადზე გავაკეთოთ ძირითადი აქცენტი და რატო ვენდოთ, იმიტომ რომ დამოკიდებულება ესეთი და ცდილობა მთავრობის და სახელმწიფოს ესეთი, რაც შეეხება საავადმყოფოს ცუდია და სამწუხაროა რომ ამ რეგიონში ესეთი მდგომარეობაა. საერთო დამოკიდებულება ჯანდაცვაზე თქვენ იცით, რომ ყველაზე მეტი რესურსი ბიუჯეტიდან სწორედ ამ მიმართულებით იყო დახარჯული და იხარჯება დღესაც. სერგიენკო გახლავთ წარმატებული ძალიან მინისტრი და კარგი მენეჯერი. ეტყობა რომ ყველაფერს ვერ გავწდით და რაც შეეხება პრეზიდენტის დაპირებებს, პრეზიდენტმა არც თავში იცოდა რა უფლებები ექნებოდა და დღესაც არ ესმის საუბედრო და სამწუხაროდ რომ ეს არ არის მისი სფერო. პრეზიდენტის სფერო არ არის რომ თქვა საავადმყოფო აშენოს, თქვა ამ ჯანდაცვას მიხედოს. ეს მთავრობის საქმეა და თუ დარღვევა მთავრობას უნდა მივხედოთ და მას უნდა მოთხოვოთ პასუხი. და დაპირებებში ეტყობა რომ მაშინაც არ იცოდა და სოთაშორის კონდექს საუბარი კონსტიტუცია მანამდე უნდა ზაგიკითხა მეთქი რომ გაუჩნდა მე კითხები რომ მოვიდა ყველაფერს მართვა უნდა და თვითონ როდესაც დამთავრდა არჩევნები და ეს იყო პრობლემა. შემდეგი ინფორუსთავი გიორგი ჩომახაშვილი. მოგესალმებით, ბატონო ბიძინა, არსებობს ინფორმაცია, რომ ირაკლი ყარიბაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. თქვენი პოზიცია როგორია ამ თემაზე? რატომაც არა, პრინციპში ჩემი პოზიციაა, თუმცა შორსაა ჯერ არჩევნები, მაგ თემაზე მე არავისთან მსჯელობა არ მქონია. მათ რიცხვში არც ირაკლისთან არ მქონია ამაზე ჯერ საუბარი, მე ვფიქრობ, რომ ძალიან აადრევია. ირაკლის შეუძლია საქართველოს პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი ეთამაშოს უახლოეს მომავალში და უფრო შორს ახალგაზრდა კაცია. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეულად მოემსახურა თავის ქვეყანას და ღირსეულად წავიდა, გამარჯვებული კაცი წავიდა და არა დამარცხებული და იძულებით. აი ამ გადმოსახედიდან თქვენ მხარს დაუჭერდით თქვას მის. მე მივესალმებოდი პირადად დღევანდელი გადმოსახედიდან, თუმცა 2 წელიწადი დიდი დროა, ბევრი დროა ჯერ კიდევ და ჯერ უნდა დაველოდოთ მოვლენებს. შეიძლება მანამდესაც მოისურვოს ირაკლი, თქვა გამოჩნდა. ამ პერიოდში თუ მოგიკითხოთ სად არის და რა საქმიანობს? კი, რა თქმა უნდა და ძალიან ხშირად კითხულობთ ჩვენ ერთმანეთს და ძალიან ხშირად ვეხმიანებით. ჩვენი მეუღლეებიცაც აქვთ ურთიერთობა ერთმანეთში.
ბავშვი მონათლა რამდენიმე დღის წინ და იქ ჰქონდა საუბარი და ესე შემდეგ. კარგი. ჩემი ბერა არის ერთ-ერთი ბავშვის ნათლია ირაკლის. შემდეგია. მეორე კითხვაც მაქვს ცოტა აპოლიტიკური. რომელი ფილმები მოხდოთ ქართული და უცხოური? ჩემი საყვარელი ფილმი არ დაიდარდო. და უცხოური ფილმიდან მომწონს ვერ თარგმნი მაგას სულ ალპაჩინო თამაშობს თავარ როლში. ქალის სურნელი. ეს იმიტომ მკითხეთ, რომ დავით ბერძენიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ კავკასიური ტყვექალიდან რაღაც ეპიზოდებს თქვა ასახელებდა ხოლმე. კავკასიური ტყვექალში სადღეგრძელოში არის ძირითადი ფილოსოფია ადამიანის სრულყოფაზე. მე ძალიან ბევრი დრო მაქვს დახარჯული 40 წელიწადია ვაკვირდები ამ პროცესს. აკავებული ვიყავი ფსიქოლოგიით, ფსიქოანალიზით, უგნებავთ ფილოსოფიით. მოყვარულის დონეზე მე სპეციალისტი არ გახლავართ არც ერთი ამ სფეროს, ჩემი სპეციალობა ეკონომიკა გახდა და ბიზნესი. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ განათლება მქონდა იქაც, მე სადოქტორო დისერტაცია დაწერილი მაქვს ეკონომიკაში. ცდილობენ და რა ცდილობენ აბანენტები არ ვიცი, მაგრამ აი ის რომ ადამიანის სრულყოფა ძირითადად ადამიანის შეფასება და პრობლემების რაც ჩვენ ნახეთ, ჩვენ თუ გნებავთ პოლიტიკაში უახლოეში, რაც იმ პატარა ბიჭებს რაც ქონდათ პრობლემები დაწყებული ყველაფერი მოდის საიდან ფსიქიკა რამდენად აქვს დაბალანსებული და ფსიქიკა განსაზღვრავს სამწუხაროდ ძირითადად ინტელექტის ქმედებას და სწორ მიმართულებებს და იმ სადღეგრძელში რაც ძდევს რომ ჩვენი შესაძლებლობები და მოთხოვნილებები იყოს ახლოს, აი ვისაც ეს ახლოს აქვს, ის ადამიანი არის დაბალანსებული და მისგან ცუდს როგორც ესე არ უნდა ელოდო. აი განხეთქილება როა დიდი და კოლოფსი როა მოთხოვნილებასა და შესაძლებლობებს შორის, მთელი უბედურებები მიგვიღია ისტორიულად პოლიტიკოსებისგან პირველ რიგში. და ჩვეულებრივი მაცხოვრებლებისგანაც. მე ოდესღაც მაესტროში მქონდა ამაზე გადაცემა მე და ეკაბერიძეს რამდენადაც მოახერხე მაშინ იქ დავალაგე. ჩემთვის არის ყველაზე საყვარელი სფერო და სიამოვნებით ერთ-ერთ გადაცემას თუ დამპატიჟებთ ჟურნალისტები, კიდე მიუძღვნიდი ამას სიამოვნებით და ძალიან კარგად ვიცი ჩემი აზრით ადამიანი, თქვათ, რა მისი მექანიზმი რა ამოქმედებს, რა სურვილები აქვს და პირდაპირ აი პრეზიდენტზე საუბრობდით წეგან და თქვენ სულ სხვა დამოკიდებულება გქონდათ მის მიმართ არჩევნებამდე და შემდეგ არჩევნების შემდეგ შეგეშალათ, ანუ თქვენ საუბრობთ კარგად იცნობთ და დროს უნდა ვხარჯოთ, მაგალითად ჟურნალისტებს მიცეთ. დღეს არ არის საინტერესო. აი 1-2 წლის შემდგომ თქვა თუ კიდე არჩევნებში გავუჩნდება სულ. ქართული ხალხის მოთხოვნები ემთხვევა თქვა დღევანდელ რეალობას, აი ზუსტად სადღეგრძელო და გამომდინარე. მე ვფიქრობ რომ საერთოდ დაბალანსებული ხალხი ვარ ჩვენ. საერთოდ დაბალანსებული ხალხი ვარ და სულ ამაზე ვაკეთებდი აქცენტს, რომ ჩვენი ისტორიული მახსოვრობა, ჩვენი ისტორიული გამოცდილება, სულ გენეტიკაზე მქონდა საუბარი და დღესაც სამწუხაროდ ამ იმედზე ვარ. ბიზნესმენებთან როდესაც მქონდა შეხვედრაზე და პოლიტიკური შემადგენელი მოვითხოვე, უთხრა რომ თქვენზე კარგად ვერავინ ვერ გაანალიზებს რა მოხდა, თქვენ სპეციალისტები ხართ და იქნებ დაეხმაროთ საზოგადოებას. იქვე გაუცილ ხაზი რომ სამწუხაროდ თქვენი დომინანტობა არ იკვეთება. მიუხედავად იმის პროფესიონალები ხართ და კარგად ხედავთ, რამდენად კვეთრი ნაბიჯი გადავდგით წინ. ისევ იმ ჩვენი ისტორიული მახსოვრობაზე ვზივართ. დღეს მეთქი და ისევ ზურგის ტვინიდან გზნობენ ჩვენი მოსახლეები, რომ როგორი სწორება უნდა გააკეთონ. და ის რისი უკმაყოფილება შეიძლება ჩემი მხრიდანაც გამოვიკვეთოს, თუმცა არასდროს არ მithkoms, არ მისაყვედურია, მოსახლეობას უნდა დაეხმარო და არა უსაყვედურო. რა თქმა უნდა არის დისბალანსი. დისბალანსი არის გამოწვეული იმით, რომ ჩვენ არ გვაქვს გამოცდილება ბოლო წლების სახელმწიფოს მართვის და საკმაოდ გვაკლია, ვთქვათ, ხელისუფლების მართვის პრინციპების შეფასება, მისი ანალიზი. რამე თუ არ გვიმართავს, პრაქტიკა უნდა მას, ასლოვანი პრაქტიკა უნდა ამას და ეს 20-25 წელიწადი არ არის ბევრი და უამრავი შესწავლები დაუშვით თანაც. და შესაბამისად, მოლოდინსა და რეალობას შორის იყო ძალიან დიდი სხვაობა. ის რომ მოვიდა ივანიშვილი და ელოდნენ რომ ყველას თქვათ მიიღებს ყველაფერს, ეს იყო გადაჭარბებული და ამ გადაჭარბებას მე არ მივაწერთ ფსიქოლოგიას და ფსიქიკას. ამ გადაჭარბებას მივაწერ მხოლოდ ჩვენს ბოლო ახალ უახლოეს ისტორიაში გამოცდილებას იმისა, რომ სახელმწიფო არ გვიმართავს ჩვენი და აქ რა თქმა უნდა დღეს ეს დიდ გავლენას ახდენს არჩევნებზე. სამწუხაროდ ჩემდა დღეს მესამედი არის თქვათ მომართული და აფასებს კარგად. მესამედი არის თქვათ ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის და ერთი მესამედი ისე ფიქრობს. ესეც ეს მოფიქრალებიც თქვათ ისე პრობლემებში არიან, შეფასების პრობლემაა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვართ საოცრად დაბალანსებული ხალხი და მე ჩემს სერიალში თუ გახსოვთ, გამოვაქვეყნე და ისტორიული მნიშვნელობა აქვს ამას, ძალიან დიდი, ძალიან ტოლერანტი და ძალიან სტუმართმოყვარე ვართ. ყველა ერია სტუმართმოყვარეს ხებს კი არ ვაგნინებ, მაგრამ აი ღვინის პრინციპიდან გამოსული, როდესაც მე საწნახელი შევაფასე და საწნახელის პრინციპი სხვებმა გათალეს, ნავი გამოიგონეს და ნავს ეძახიან, ხო იცით საწნახელს საზოგადოებრივ. გათვალეს და გაცურეს, ავიდნენ ზოგი დასაპრობად წავიდა, ზოგი საშუალოდ წავიდა, ზოგი შეიცვლიდა ადგილებს.
ქართველებმა სხვა ქონდა და არც არ გავცურეთ. პრინციპში ველოდებოდით ნომერს. და ეს ამდენი საუკუნეა უძველესი კულტურა გვაქვს სახელმწიფოებრების თუ გნებავთ და დაბალანსებულად რელიგიაზე მქონდა იქ და ამის საფუძველზე და ბევრი ამ თემით აღარ განვითარდება. ახლა ისე რამე თუ მანონი ბოკუჩავა ფაქტ ჩეკი. მოგესალმებით, სოციალური ხასიათის კითხვა მინდა დაგისვათ. ერთ-ერთი მთავარი დაპირება ქართული ოცნების, როდესაც მოდიოდით, იყო ის, რომ ღირსეული ცხოვრების პირობებს შევუქმნედით ჩვენი ქვეყნის სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს. დღეს არის რეალობა, როდესაც უსახკარო ადამიანებზე, სოციალურად დაუცველებზე სრუნვა თვითმმართველობის კოდექსით ევალებათ მუნიციპალიტეტებს, თუმცა ქვემო ქართლის რეგიონის მაგალითზე შეგვიძლია გითხრათ, რომ თავშესაფრების მშენებლობის და მოწყობის კუთხით დიდი სწრაფი ტემპები არ არის, მაგალითად რუსთავის მუნიციპალიტეტზე გეტყვით, რომ ერთი თვის წინ მუშაობდი ამ თემაზე და დაახლოებით 500 ოჯახის განცხადებაა შესული, რომლებიც ითხოვენ თავშესაფარს. მაინტერესებს ამჯერად მაინც რა კონკრეტულ დაპირებას აძლევს თქვენი გუნდი, თქვენი პოლიტიკური გუნდი ამ ადამიანებს და ასევე გეტყვით, რომ ქალაქში სადაც თქვენი მყოფები დაახლოებით 1200 რუსთაველი პატარა დარჩა საბავშვო ბაღის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო ბაღები არის უფასო და რაღაც პოზიტიურებს აბიჯებს, რაც გადაიდგა თქვენი მთავრობის დროს, თქვათ არავინ გიკარგავთ, რეალურად სახეზეა ბაღების სიმცირე ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში. აი ამ პრობლემებზე რა ხედვები გაქვთ, რომ ვიცით? მადლობა. აი თქვენს კითხვაში ერთ-ერთზე ადეკვატურად აისახებოდა ის, რაც თქვენს კოლეგას უპასუხე, რომ მოლოდინი იყო გადაჭარბებული და სამწუხაროდ თქვენ ჟურნალისტებს ბრძანდებით და თქვენს კითხვაშიც იგივე ისახება. თქვენს გინდოდათ რომ 4 წელიწადში თქვენს კითხვაში ეს გაისმის და ძალიან ხშირად ოპონენტი ტელევიზიაც ძირთადი მაგას თუმცა ახლა მოლოს აღარ მეკარება რომ აი პრინციპული გარდატეხა. პრინციპული გარდატეხა თუ გენებავთ სოციალური მნიშვნელობით და სოციალური კუთხით, ახალი ხელისუფლებამ თქვათ რა გააკეთა, უნდა მოახერხოთ ჟურნალისტებმა ბიუჯეტის გაანალიზება. რა თქმა უნდა, რუსთავში ეს პრობლემა რაც არის, ერთ წუთს დამელოდეთ იგი პასუხი. შეიძლება ვერ მოგვარდა, მაგრამ აი რა ნაბიჯები გადაიჭრა. ტენდენციას თქვენ პრეტენზია გაქვთ რომ ახალი ხელისუფლება მოვიდა და თქვათ ამ მიმართულებით არ არის გაუმჯობესება თუ საერთოდ თუ დარჩა პრობლემები. მე არ მგონია რომ შემდგომი 4 წელიწადიც ეყოფა რომ სრულად აღმოიფროს თქვა სამიმართულებით პრობლემები, სოციალურ დაუცველების საბავშვო ბაღის პრობლემები დიდი ალბათობით, ძალიან დიდი ალბათობით უნდა გადაიჭრას და ამაზე საუბარი აღარ იქნება შემდგომ 4 წელიწადში, მაგრამ რა გააკეთა ახალ ხელისუფლებამ და დაპირების დროსაც მახსენებთ თქვა და მიმართებით რომ მე დააკვირდით ეხლა მაინც თქვენ კითხვაში თქვით ეხლა მაინც რას იზავთ თქვა იგულისხმება უკვე მაშინ არ გააკეთეთ პასუხი მოვისმინო თუ არის შესაძლებელი შეიძლება არის მაგრამ თქვენ არ ითქვით რომ მე გიპასუხოთ თქვენ მოთმინება არ ყოფნის რომ ჩემ პასუხს დაელოდოთ კი მე პასუხობ თქვენ მაგრამ პასუხობთ ისე როგორც მე ვხედავ თქვენ არ მოგწონთ ჩემი პასუხი მაგრამ ეს აღარ არის ჩემი პრობლემა მე პასუხობთ ისე როგორც მე შემიძლია შევაფასო და ეს ჩემი უფლებაა და კიდევ გეუბნებით რომ თქვენს კითხვაში რაც გაისმის ეხლა მაინც იქნებ შეძლოთ და დაპირდეთ ხო ვერ გეთანხმებით კითხვაშივე ძალიან ბევრი გაკეთა ამ მიმართულებით და პრინციპული გარდატეხება და გარდაქმნები მოხდა თუ დევნილებთან დაკავშირებით ნახეთ თქვენ გაანალიზეთ სამინისტრომ რა რესურსები დახარჯა და რა აკეთდებოდა და რა აკეთდება დღეს მაგრამ ის რომ 4 წელიწადში ეს არ გადაიჭრებოდა მე არასდროს არ მithქვას ეს პრობლემა პრინციპულად გადაწყდება და საქართველოში ყველას ეშველება შემდგომ 4 წელიწადშიც ეხლავე გეუბნებით რომ აქ კიდევ დარჩება პრობლემები მაგრამ აი ეს 4 წელიწადი უკვე საკმარისი იქნება იმისთვის რომ ხარისხობრივად შეიცვალოს დევნილების მდგომარეობა და საბავშვო ბაღებზე აღარ კონდეს საუბარი ეს ალბათ ეს 4 წელიწადი ამისთვის იქნება საკმარისი და რუსთავი ამ ხრივ სამწუხაროდ არის გამორჩეული. განსაკუთრებით საბავშვო ბაღების ნაკლებობა მთელ საქართველოში შეიმჩნევა რეგიონში, მაგრამ რუსთავი შეიძლება იყოს ლიდერი ამ ხრივ, რომ ბევრი პრობლემებია და ძალიან სამწუხაროა. მაგრამ დამოკიდებულება იყო ბიუჯეტი გაიზარდა რამდენჯერმე სოციალური დახმარების მხრივ და ნახეთ ესეც ციფრები რომელი მიმართულებით გნებავთ, მაგრამ ჩვენი მწირე ბიუჯეტი 4 წელიწადში ყველა ამ პრობლემას ვერ გადაჭრიდა. კი ბატონო, გაზეთი ბოლნისი დასვამს შემდეგ შეკითხვას. მოგესალმებით, ხატია ფოცხორაშვილი. ბატონო ბიძინა, ალბათ გსმენიათ ბოლნისის ტურისტული პოტენციალის შესახებ, რომელიც ძველ გერმანულ უბნებს უკავშირდება. რამდენიმე წლის წინ იქ დაიწყო რეაბილიტაციის პროცესი, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიგო ქვაფენილი, თუმცა ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრები არ არის საკმარისი ამ უბნების სრული რეაბილიტაციისთვის. რამდენიმე სახლს უკვე მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ისინი ძალიან სავალალო მდგომარეობაში არიან და სასწრაფოდ საჭიროებენ შველას. თქვენ გადაცემის დასაწყისში ისაუბრეთ თქვენს ახალ ინიციატივაზე, რომელიც ბოტანიკურ ბაღს უკავშირდება ანაკლიაში. ფონდი ქართუ ხوار იქნება დაინტერესებული იგივე ამ მიმართულებით ბოლნისის გაცოცხლების, რომელიც ეს არ იქნება მხოლოდ ბოლნისის სიცოცხლე, ეს იქნება რეგიონის გაცოცხლება.
კი ბატონო, მიმართეთ, აი ახლა მე შევეცდები უფრო კონკრეტულად თუ გექნება თქვენ პროექტი, რომელიც ურიგოდ განიხილონ, იქაც შეზღუდულია ბიუჯეტი, თქვა ყველაფერი, სურვილი დიდია, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი არც ფონდს არ შეუძლია. ისტორიული ძეგლების აღდგენას შეუზღუდავად ახორციელებს ფონდი ქართულ კვლევ 20 წელიწადია. შეუზღუდავად. რამდენიც არ უნდა იყოს მოთხოვნილება, ამაზე ბიუჯეტს არ აქვს, თქვა, ლიმიტი. პროცედურა იჭერს ძალიან ბევრ დროს. პროექტის გაკეთება, შეთანხმება საპატრიარქოსთან, შეთანხმება სახელმწიფოსთან, კულტურული მემკვიდრეობის რაც ქვია იმ სტრუქტურას აღდგენის სააგენტო და ესე შემდგომ. დავინტერესდებით პოლონეთში რა შეიძლება დახმარება და ისევე ესე რომ რა თქმა უნდა პრობლემები არის და აი ამას ჩემი თქვა თქვენთან შეხვედრაც აგიტაციას თუ გინებავთ საარჩევნო სწორედ ესაა რომ მოსახლეობა იქნება გაგებით მოეკიდოს რომ დამოკიდებულებაა სწორი მოვიდა ხალხის სამსახურში ყოფილი ხელისუფლება რომელიც ხალხს უსმენს და გრძნობს რომ ისინი არიან სამსახურში ხალხს უნდა ემსახურონ კოლოფსია იმას შორის რაც იყო ერთი მუჭა ხალხი ფეხქვეშ კონდათ გადებული მთელი მოსახლეობა და ყველა სამსახურში ჩაყენებას აბირებდნენ. ახლა რა გადახვევაა გავაკეთებ თქვენ ბოლნისზე მე შევეცდები მართლაც კონკრეტულად დაგეხმაროთ. გადახვევა მახსოვს ერთ-ერთი გამოსვლელი ბიზნესმენი ამბობდა რომ აი გაიხსენა ციხეები. რა დღეში იყვნენ პატიმრები. ხო და მე გავაგრძელე რომ პატიმარის სხვანაირად მოიხსენიება კიდევ თავისუფლების აღკვეთა. თავისუფლების აღკვეთა ცოტა მაინც საქართველოს მოსახლეობას ყველას ჰქონდა. მთელი საქართველოს ციხეთ იყო გადაქცეული. ელემენტარული ფრებები არ ჰქონდათ ადამიანებს. ეს პრინციპული გარდაქმნა მოხდა, დამოკიდებულება შეიცვალა, ტენდენციებია ძალიან კარგი, მაგრამ 4 წელიწადში და ვერც 8 წელიწადში ვერ შევძლებთ ჩვენ რომ ეკონომიკა პრინციპულად გადავტეხოთ, ამას უნდა მოთმინება და გაგება. კონკრეტულად ბოლნისზე მე ძალიან დავინტერესდები და რა თქმა უნდა ულამაზესი კუთხეა, მე ვიყავი არჩევნების პროცესში, სამწუხაროდ მე ვერ მოახერხე კიდევ ჩასვლა. თუ რამე კონკრეტული გაქვთ, მე ურიგოდ შევეცდები კიდევ რომ განიხილოს ადგილობრივ ხელისუფლებას რომ კონკრეტული იდეებით თქვენს ფონდთან. კი ბატონო და შევეცდები. უღრმეს მადლობა. გასაგებია, ახლა გადაცემაში არის რეკლამის დრო, დაგველოდეთ რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში დაუბრუნდებით. ნახევარი ტელეკომპანია GDS-ის პირდაპირ ეთერში უბრუნდებით. ეთერშია წინასაარჩევნო პროექტის შეხვედრები რეგიონულ მედიასთან. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ვიმყოფებით ქვემო ქართლში, რუსთავში და შემდეგ შეკითხვას დასვამს ტელეკომპანია მარნეული შალვა შუბლაძე. უკაცრავად, აი ქალბატონ მანოლის წინა კითხვას მინდა დაუბრუნდე, ცნობილება დაუშვი და მინდა გამოვასწორო. საჯაროდაც როდესაც უსახლკაროები და დევნილები, თქვათ, ერთ სტატუსში განვიხილე, რა თქმა უნდა, სხვადასხვა სტატუსია და პრობლემა გაცილებით ღრმაა დევნილების. სულაც არ იფიქროთ რომ სიჩქარით დავაკნინე ეს პრობლემა და იქნება უახლოეს დროში რუსთავში ეს პრობლემა ძალიან სწორად დგას და ახალმა ხელისუფლებამ მოახერხოს და რაც შეიძლება დააჩქაროს ეს ტემპები. დიდი მადლობა პარტნიორი შალვა შუბლაძე. გამარჯობა ბატონო ბიძინა, მარნეულში როგორც ძირითადად ქვემო ქართლში მოსახლეობა სოფლის მეურნეობის პროდუქტით ირჩენს თავს, მისდევს სოფლის მეურნეობას. ძალიან კარგი პროექტი იყო ეს 5000-იანი გრანტები. და იგეგმება თუ არა მომავალში მსგავსი პროექტები, რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემს, რომ ჯერ ერთი მათთვის უცხო იყო ეს და ისწავლონ ამის შესახებ, გაიგონ თუ როგორ არის, საკმაოდ ცუდად გაშუქდა მედიაში, იმიტომ რომ პირადად ჩვენთანაც არ ყოფილა სოციალური გოლები. შეგიძლიათ ორი სიტყვით თქვათ, აი რა გაკეთდა. კარგი იყო, მაგრამ ძალიან ცოტა ინფორმირება იყო მოსახლეობისთვის ამის შესახებ. თუ იგეგმება მსგავსი რამის უფრო ფართო მასშტაბიანი მცირე ქარხნების შენებლობა, მოსახლეობას რომ იცენ უფლება გააკეთონ, პატარ-პატარა საწარმოები და ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქციას ზრდის, მკვეთრად თქვენ არ გესწავლებათ ტრანსპორტირების ხარჯები. არავინ ალაპარაკობს სამწუხაროდ რკინიგზის განვითარებაზე, ადრე რკინიგზდა ძალიან ხელმწიფებოდა. და თუ იქნება რკინიგზა განვითარებული ქვემო ქართლში, იგივე თუნდაც ქვემო ქართლი და კახეთი და უკავშირდება რუსთავის მეშვეობით ერთმანეთს, კახეთი საერთოდ მოშლილია. რა თქმა უნდა და აქ ხალხი ძალიან ბევრი პატრიოტი ცხოვრობს და გული შესტკივათ ამის შესახებ ამაზე რომ ეს არ კეთდება და კიდევ ერთი მცირე აი რუსთავსა და მანეულს შორის ადრე ერთი 30 წლის წინ იყო მოკლე გზა. და ეს მოკლე გზა იყო საავტომობილო რუსთავსა და მანეულს შორის. ეხლა დავდივართ ბონიჭალის გავლით და აი ეს ამ გზის მშენებლობა ბევრჯერ დაანონსდა და თუ დაიწყება როდესმე მშენებლობა ძალიან აქტუალურია. ერთი
20 კილომეტრით ჭრის გზას თქვენ ეს არის წარმოიდგინეთ. პირდაპირ დანიშნულება ხელისუფლების, რომ ინფრასტრუქტურა და გზები პირველ რიგში მოიყვანოს ეს რიგში, რომ ბიზნეს მიცეს და პატრიოტიზმთან დაკავშირებით თქვენ ამას ენაზე შეხვედრაზე დაგისვეს შეკითხვა, თქვენ უფრო მაგარი პატრიოტი ხართ თუ მიხეილ სააკაშვილი და არ გაეცით პასუხი ბოლომდე და ეხლა თუ ვეტყვით. პატრიოტიზმი მე მგონი გავეცი, არ პირველ შეკითხვა შევეცდები, იმიტომ რომ ეს უფრო რთული და ხანგრძლივი შეიძლება მომიწიოს. რაც შეეხება მომკლესი გზა, რა თქმა უნდა, და ხელისუფლების პირველადი საზრუნავია. რაც უნდა მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან, ინფრასტრუქტურა პირდაპირ მნიშვნელობით არის ხელისუფლებას ხელისუფლება. ხალხის დასაქმების საფუძველს ქმნის ამით ხელისუფლება, რომ ბიზნესმა უფრო იაქტიუროს, გზებიც უფრო შემოკლებული უნდა იყოს, რა თქმა უნდა, რკინის გზა, რომელიც უფრო იაფი და იოლი ხელმოსაწვდომია, უნდა განვითარდეს და ამ მიმართულებით გარწმუნებთ, თუ პარალელურად გზების, რაზეც შეიძლება გვირიკაშვილს არ გაუკეთებია აქცენტი, როგორც გზებზე მიდის, გარწმუნებთ, თუ რკინიგზა მიდის, როვიტყვენ შეჯიბრშია გზებთან. როგორც ჩვენ გვინდა, რომ თქვათ, რუსთავიდან ანაკლიაში ჩავიდეთ 2 საათნახევრით ადრე, სწორედ ამას ვეაპირებს რკინიგზაც, რომ ანვითარებს რკინიგზას, მოკლდება, გვირაბები შენდება, რომ რაც შეიძლება რკინიგზამაც მოახერხოს და კონკურენტუნარიანი გახდეს და ისევ სიაფი შეინარჩუნოს. რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ის რაც დაიწყო ახალმა ხელისუფლებამ უნდა გაგრძელდეს და თქვენ დამოკიდებულებას ხედავთ. და ასეთი გრანტები და ფასიანი კრედიტები და დახმარებები ამ მიმართულებით უნდა გაღრმავდეს და არ შეწყდება, გარწმუნებთ. თქვენს ბოლო კითხვას რაც შეეხება პატრიოტიზმთან დაკავშირებით, მე მგონი ავერიდემ ეს უნდა რუსთავიორმა და ამის ვეკითხა და მიზანი ეს იყო რუსთავიორის მიზანი ის კი არ იყო რომ პატრიოტიზმი რა არის და მისი განმარტება რომ ცდილობენ ახლა როგორმე რომ არის ივანიშვილი და არის სააკაშვილი და ბრძოლა მიდის ორ კაცს შორის. აი ეს როგორმე სიბრტყე გადმოიტანო. იქ მეორე კითხვასაც შეგახსენებთ თუ გნებავთ ეს სამეგრელოში მოხდა. იქ ცდილობდა მეორე კითხვას ნახეთ როგორი ტელევიზია, ანუ საოცარია. როგორ აქვს დალაგებული ყველაფერი. მეორე კითხვას დაჟინებით მეკითხებოდა რომ თუ გაიმარჯვებს ნაციონალური მოძრაობა, გაუფორმებ თუ არა ყოველგვარი, გაფორმდება თუ არა ეს ყოველგვარი რევოლუციისა და ძალადობის გარეშე. თუ გაიმარჯვებს, მე ვეუბნები რომ ვერ გაიმარჯვებს. აი დაჟინებით ერთადერთი უნდა და რომ მე ამოეჭრა. აი ივანიშვილმა თქვა რომ ნაციონალური მოძრაობა რო გაიმარჯვებს, ყველაფერს გაუფორმეთ. აი ეს ქონდა აზრი, ჩადებული აქვს თავში როგორ გააფორმონ. კითხვასაც გისვევენ ამის და მიხედვით. თუმცა პასუხი ვერ მიიღო და სხვათა შორის იმას გაუსვავდი ხას მე რუსთავიორი ჩემთან აღარ მოდის შეკითხვებზე, იმიტომ ნახა რომ მეგენი შევიცალე. რომ ისეთ კითხვებს სვამენ, რომ ინტრიგული სათაურები გამოიტანონ და კარგად პასუხობ. კითხვაც არ აქვთ, ჩამჭრელი კითხვები რაც მათ ეგონათ. მოწვევა უთხოვე ვერ მიმიწვიეს, ვერ გაბედეს, რაღაც მიბლანდეს. არც ერთ ჩემ შეხვედრაზე არ მოდიან. და აი გარეთ სწორედ რუსთავიორმა დამისვა პატრიოტიზმზეც კითხვა, რომ მიშა უფრო დიდი პატრიოტი იყო თუ თქვენ იყავითო და ეხლა თუ გნებავთ გავემეორებ მაგას კიდევ და გავყვი უყოთ მეორე მხრიდან რაც ვერ მოახერხე შეიძლება იქ. ამაზე მარტივი პასუხი ეხლა თქვენ რო ეს კითხვა დამისვათ. და მე მითხრათ რომ მე თქვენზე დიდი პატრიოტი ვარ. როგორ გავბედავ იმას რომ 1 გრამით მაინც შეგეკამათოთ. სიყვარულია სამშობლოს და ერთი რაც თქვი რომ ამ სიყვარულში გაჯიბრება მე მგონი არასწორი ახლა ხეთსაც უყვარს თავის ბუნაგი, სადაც იბადება და შემოფარგლის ჩვენ სახელმწიფო მოახერხეთ. გონი მოაზროვნე ადამიანებად და სახელმწიფო ავაშენეთ და რა თქმა უნდა სიყვარული ტრაბახი არ არის ჩემთვის მისაღები. აი მეორე ნაწილი სიყვარულში ტრაბახი რომ ძალიან უყვარ, უნდა გიყვარდეს. აი თუ არ გიყვარს, იქ არის პრობლემა. აი კი ბატონო, თუ გინდა მაგნატილს გავყვები. ახლა და აი მათ გავაკეთე პარალელს, თუ გინებავთ, რაც იქ ვერ მოახერხე. სიყვარულში აი კაც რომ ქვეყანა უყვარს, ნორმალურია. ახლა მითხრათ ნებისმიერად შენზე მეტად მიყვარს რა, როგორ უნდა ვიკადრო, რომ გავბედო, რომ მე ძალიან მიყვარს, მაგრამ ახლა სად რით გავზომოთ ეს ემოციები და როგორ გავზომოთ? გვიყვარს ჩვენი ქვეყანა ნორმალური თვისება ადამიანის. და ნებისმიერი ცხოველის თვისებაა, მე მგონია ეს არა მარტო ადამიანის. მაგრამ აი რო არ უყვარს. და ამის მაგალითები გვაქვს უამრავი. თუ გნებავთ ამ ნაწილს თუ მოცემთ დროს გავშლა იგივე ვერ მომინელებია წარწერა. ნაციონალური მოძრაობის წარწერა მელია და ხოშტარია, რომ პირდებიან მოსახლეობას რაღაც პენსია, რაღაც უმუშევრობა და ამბობენ რომ ეკონომიკური დანაშაულებების დეკრიმინალიზაცია. როგორ წარმოგიდგენიათ რომ ყველაზე არაკორუფციული ქვეყანა ვართ. რა მოხდა როგორი გარდაქმნა, რა იყო იქ და კრიმინალური იყო მთლიანად ესა და ესენი პირდებიან დღეს მოსახლეობას, რომ რამხელა ცინიზმია ჩადებული, დეკრიმინალიზაცია. თანაც ხოშტარია ხო მელიაზე არ მაქვს დიდი წარმოდგენა თქვა ინტელექტუალური რამდენად ახერხებს შეფასებას, მაგრამ მე ხოშტარიასთან კამათის მქონია და საკმაოდ კარგად შეუძლია ანალიზს და შეფასებას. ჩვენივრად იცის ხოშტარიამ რა იყო, როგორი კრიმინალური იყო ეკონომიკა და დღეს რომ მსგავსი არაა, მაგრამ დეკრიმინალიზაციას რო პირდება ქვეყანას და ეს ქვეყანა უყვარს მას თუ არა, აი მასზე მაქვს კითხვის ნიშანი. და ეხლა რო გავუყვეთ ეს შეიძლება იქ მამა აბრამის ბატკანივით დარჩეს იმ გუნდს თუ შევხედავ თლიანად, რო გამოვყვეთ იქ რომ მაჭავარიანი ამ გუნდში და ხმების მოპარვის მეტი თქვა არაფერი არ ევალებოდა ძირითადად მოსახლეობის რო უნდა მოეპარა, თუ გავუყვებით იმის შემდგომ თქვა და ავუყვებით მათ ლიდერზე და ტიპიური ყვარყვარე ჩემო ბატონო და დღესაც ახერხებს იგივე რუსთავიორი და
იგივე ნაციონალური მოძრაობა ნათელაშვილის რას კუთხას ესე ვთქვათ და რუსთავი ორიდან არ ჩამოდის ეს კაცი და დღესაც ცდილობს რომ პარლამენტში შეიყვანონ ცდილობენ და აი ნათელაშვილია ჩემი აზრით ეტალონი იმ მათი ლიდერის მიერ რომელიც ახლა გაქცევაშია და უკრაინიდან მოძღვრავს ხალხს ნათელაშვილია ტიპიური ყვარყვარეა პრინციპში რომელიც ვის რას კუთხას ახლა რამდენიმე ტიპის ვთქვათ ანტინაციონალური დამოკიდებული ანტი რაზე იყო შეკითხვა კაცო პატრიოტული ანტიპატრიოტული დამოკიდებულება აი მეორე მხარე ვაჩვენოთ რომ რამდენად პატივს არცემენ თავის თუ გიყვარს პატივი უნდასე რამდენად პატივს არცემენ თავის სამშობლოს სამშობლო მარტო მიწა არ არის და ბაღი და ვენახი ხალხია პირველ რიგში ხო ხალხი რომელთანაც გაიზარდე და აღიზარდე და გიყვარს ეს არის პატრიოტიზმი და ნახეთ რა დამოკიდებული როგორ მოატყუონ ერთია მხოლოდ აი როგორმე მოატყუონ და შეცდომაში შეიყვანონ ამ ხრივ ახლა ეტალონური მაინც ისევ ნათელაშვილი გვეხატება რომელიც რას ხუთგაშია ძირითადად რუსთავი ორ და ნაციონალური მოძრაობაც და ტიპიური ყვარყვარეა ეს კაცი და ყვარყვარე ახლა ცოტა კომიკური ტიპია და ოღონდაც კომიკურობაში ნუ ჩავჩებით მხოლოდ ყვარყვარე კიდევ სიმბოლოა თუ გნებავთ უდიდესი აგრესიის და უდიდესი სიბოროტის და ამდენ სიცრუეს რო ცდილობ რომ ამდენად მოატყუო საკუთარი ახლა ჩვენ გმირები ხოლია უამრავი გახსოვთ რომ ამდენი გმირი ხავდა და თავი გაუწირავს რომ მტერი აეშორებინა და შორიგზითად არის მაგრამ მოღალატების ვერ ხავდა 1000-ნაირი პარალელები შეიძლება გავალოთ მაგრამ ყვარყვარი არის ტიპიურობა რუსთავი ორი თვითონ ნაციონალური მოძრაობის სახე და სარკე როცა პატრიოტიზმზე კითხულობს ერთადერთი მიზნით როგორმე ივანიშვილი და სააკაშვილი დააყენოს პარალელში მათი მიზანი არაფერი არ ქონიათ რომელ პატრიოტიზმზე საუბრობს როდესაც ეს ტელევიზია უკაცრავად აი თაღლითურ მეთოდებს იყენებს უკვე როგორ მოატყუოს მოსახლეობა თაღლითური მეთოდია ის რომ თავარი გმირი გვარამიას გახდა დღეს ნათელაშვილი რომელიც კარგად ვიცით მათ ვიაჩვენეს მერაბიშვილის დროს 2006 წელს მე მგონი როდესაც ჯაშუშებიდან ფულს იღებდა საქართველოს ჯაშუშებიდან მოღალატებისგან ფულს იღებდა 3 დღე სარდაფში იმალებოდა მე დაჭერით ემუქრებოდნენ ბოლოს რომ მოვიკითხე ჩაიგორეს სკლებში და იმის შემდგომ ნათელაშვილს ათამაშებენ გახსოვთ ამერიკას უპირისპირდებოდნენ რომ დაჭირდებათ ოდესღაც არჩევნებში სააკაშვილს რომ მიანიშნებდნენ რომ დემოკრატია დაეცავიო ნათელაშვილი იყო პირველი ვინც ამერიკას აგინებდა დღეს ამერიკაში ვოიაჟებს უკეთებენ რუსთავი ორიდან არ ჩამოდის ყველაზე მაგარი კლიპები გაუკეთეს დაუკომპლექტეს ხალხი პირველი ექსეული ნახეთ ნაცების საყვარელი ხალხი დაუკომპლექტეს და უბერავენ უკაცრავად ვარ აი ეს ყვარყვარიზმი უნდა დამთავრდეს საზოგადოებისადმი დამოკიდებულება რომელ პატრიოტიზმზე უნდა ილაპარაკონ მათ რუსთავი ორმა ნახეთ როგორ ადგენენ უკვე კადრებს როგორ აი დამოკიდებულება იგივე მე რა კითხვებიც გაგიმეორეთ და სხვა კითხვას რაც გააჩნიათ იპოთეკარებზე დამდებდნენ ძირითადად და ახლა ჩაეხსნა რუსთავი ორი საერთოდ და ნაციონალები ვაკითხვას აღარ მისვენ ბოლო ქონდათ შეხსენება ჩემდამი რომ აი იპოთეკარებს რო დაპირდია რასაც დაპირდი ისე ვიქცევი სწორედ ვერ დავპირდით ჩვენ თავის დროზე რომ სესხს თუ აიღებ უნდა დაფარო სახელმწიფო ვერ დაგიფარავს ეს არც არ ხდება თუმცა ძალიან განვიცდი და ძალიან მეწოდებიან ეს ადამიანები აი ამით დარბოდნენ და ბოლოს როგორი სცენარი ააგეს რუსთავიოში ნახეთ ეს უკვე თაღლითობაა ეს აღარ არის მედია და ეს აღარ არის თქვათ მისაკუთრებული მედია მე ვამბობდი მუდამ არჩევნების პროცესში რომ უფასო და გრძელვადიან კრედიტებს მისცემთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ეს შემახსენეს დაამონტაჟეს კარგად და მიაბეს იპოთეკარები და კითხვას დამისვეს აი იპოთეკარებს რო პირდებოდი უფასო და არ დამისვეს კითხვას მისვევდნენ თქვა გარედან მაგრამ რუსთავიურმა პირდაპირ აჩვენა ამონაჭრელები ჩემი გამონათქვამებიდან რომ უფასო და გრძელვადიანი კრედიტები რასაც სოფლის მეურნეობაზე ვაძლებდი მიაბეს იპოთეკარებს და აი ნახეთ როგორ ცდილობდა ივანიშვილი ეს უკვე ნუ ახლა ეს მედიაა საერთოდ და რაზეა საუბარი და პატრიოტიზმზე როდესაც არის საუბარი ესეთ სიცრუეში უნდა დამყოფონ საკუთარი სამშობლო საკუთარი ხალხი ეს არის სწორედ ყვარყვარიზმი და აღარ არის პატრიოტიზმი და როგორ შეიძლება იმ კაცს შევედარო ახლა თქვათ ფილმი თუ ნახეთ დოდო დაბაშიძე რომელიც იყო უნიკალური მსახიობი ჩემი საყვარელი მსახიობი გენიალურად ითამაშა იქ რა სახეებს ცვლის და როგორ ცვლის და აქცევაც მოუწია და დაბრუნებაც აი ნუ ნათელაშვილი და სააკაშვილი დღეს ყვარყვარიზმის საუკეთესო განსახიერებაა და რუსთავი ორი არის ანარეკლი ნაციონალური მოძრაობის სიცრუის ტირაჟირების და საკუთარ მოსახლეობას როგორ ექცევიან, როგორ გახდა აგიტაციის სხერფლი, სწორედ რუსთავი ორის აგიტაციის სხერფლი როგორ გახდა მოსახლეობის რაღაც ნაწილი, რომელსაც მე უდიდეს პატივს ვცემ, პენსიონერები, რომლებიც თქვათ ტელევიზორზე მიჯაჭვული არიან ძირითადად და ელოდებიან რომ რაც შეიძლება სწრაფად გაიუმჯობესონ პირობები, გამოყავს ყვარყვარე, ყველაზე მეტ რას კუთხას უკეთებენ, გვარამიას ჯერ ვინ არის გვარამია და ოდესღაც როცა აგინებდა ნათელაშვილი დღეს მისი საყვარელი გმირია და ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსი, სხვათაშორის ძალიან კარგი და სიმბოლურია და სახეა ერთისას და მეორისას, ანი დრუგ-დრუგას ტოიად უკაცრავად რუსული გამონათქვამებისთვის. ისინი ღირან ერთმანეთისთვის.
აი ეს არის პატრიოტიზმის სიყვარულში კი არა. აი საპირისპიროა უფრო საინტერესო რომ არ უყვარს ქვეყანა. თუ ქვეყანა უყვარს, კაცს როგორ შეიძლება გაეჯიბროს სიყვარულში? რო უყვარს ნორმალური თვისება, მაგრამ აი რო არ უყვარს. ეს არის არანორმალური და ესეთებად რო გვევლინებიან ძალიან ხშირად საკუთარი დამოკიდებულებით. ყვარყვარე როა სიმბოლო ძალიან ხშირად მათი ლიდერების და ახლა დღეს ლიდერი ნათელაშვილია, რაც სააკაშვილი აცუსვეთ ისე რუსული სიტყვა უკაცრავად. ვერ მოდის, აგერ შვენივრად იგივე რიტორიკა, იგივე დამოკიდებულება, რასაც გინდა იტყვის, ტიპიური ყვარყვარეა. ოღონდაც არ დაგავიწყეს, ტარყვარე არ არის მარტო ეს კომიკური ტიპაჟი, რომელსაც ეს კარგად ასრულებს, ის რაც დევს რეალურად ჯავახიშვილმა რაც ჩადო ყვარყვარეში, ის არ დაგვავიწყდეს. მაშინ დიდი სიბოროტეცაა ჩადებული და რა თქმა უნდა ეს სვერპლი მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ ანტიაგიტაციის, ამ აგიტაციის სიცურვეზე დაფუძნებული აგიტაციის სვერპლია და დღეს ნათელაშვილს 2 თუ 3% თუ ზოგჯერ 4%-იც აესახება ისევ რეიტინგებში და ისევ გააცოცხლეს ნათელაშვილი. აი ესაა პრობლემა. ეს არის მაგათი პატრიოტიზმი. ეს არის ყვარყვარიზმი და არაპატრიოტიზმი. და თქვენ და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურად უდიდეს ნაწილს პრეტენზია გვაქვს რომ ჩვენ ქვეყანა გვიყვარს და მეც ასეთად მესახება ჩემი თავი და არ ვაპირებ ვინმე სიყვარს. ზრუნვაში გავეჯიბროთ, მაგრამ ის ზრუნვაც ნუ იქნება ისეთი რომ თქვათ ვიღაცას მეტი შეუძლია აწიოს და გააკეთოს. მე მაქვს პრეტენზია რომ მეც ზრუნავ, მაგრამ არ იფიქროთ რომ იმაზე მეტი პრეტენზია მაქვს ვიდრე მე მახსოვს 104 წლის კალბატონი არჩევნებზე გამოვიდა. ყველაფერი გააკეთა და გამოვიდა არჩევნებზე. უდიდესი ძალისხმევა იყო მისთვის. და ის არ არის ჩემზე არ იყო სამწუხაროდ გარდაიცვალა 105 წლის ასაკში წინ არჩევნებზე მოვიდა. მისი ზრუნვა შეიძლება უფრო მძაფრი იყო ვიდრე ჩემი შედარებით ახალგაზრდის ზრუნვა რაც შემიძლია ჩემს ქვეყანაზე, მაგრამ ეს პრეტენზია მაქვს და ზრუნვაში კი ბატონო, დამოკიდებულებაში კი ბატონო, მაგრამ ეხლა ამ ყვარყვარეებს გავეჯიბროთ და იქ უნდა პარალელი გააკეთოთ, რომ ვინ უფრო დიდი პატრიოტია. რატო უნდა ვთქვა რომ თქვენზე დიდი პატრიოტი ვარ? პირიქით მივიღებ და გამეხარდება რომ თქვენ გაქვთ პრეტენზია რომ ხართ უფრო დიდი მოყვარული. მაგთებასთან დაკავშირებით ბატონო მიძინა როგორც ბრალაშვილიანი, თუ იგეგმება რამე ბრალაშვილიანი მშობლების შეღავათების შესახებ, ან სახლეულის საერთოდ შეღავათები არ გულისხმობ დახმარებას ეს ჟურნალისტი. მესამე შვილზე იცით რაღაც მოახერხა ხელისუფლება. შეიძლება სამი ჟურნალისტი დაგვრჩა კიდევ. დახმარებას არ გულისხმობ ეს შეურაცხყოფილია. არა, მართლაც თაში დასაკრავია და მართლაც ვიძახი რაღაც ტიპის შეღავათებზია ლაპარაკი, როგორც არავინ არის ესეთი დახმარება, შეურაცხყოფელი რომ არ იყოს, იმიტომ რაღაც სოციალურად დაუცველთა რიგებში რო არ ჩააყენონ ეს ხალხი და უმეტესობა არც მიდის მაგ თემაზე, რომ და ის სხვა არის, ვისაც მართლაც გმირობა თქვენი მხრიდან და აი რაც ვთქვით, პატრიოტიზმით უგნებავთ მაქსიმალური გამოვლინებაა თქვენი მხრიდან და თქვენს ოჯახს ბედნიერებას უსურვებდი მეც. და მაქსიმალური გამოვლინებაა ჩემი აზრით პატრიოტიზმის. რა თქმა უნდა სახელმწიფო დემოგრაფიული პრობლემა არის ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა და ჩვენ ვართ ბებერიერი და ამაში ბევრი სიდიადეა, მაგრამ ისეთი ბებერი არ უნდა ვიყოთ, რომ გვდომისკენ წავიდეთ, ღმერთმა დაგვიფაროს. და დემოგრაფიული პრობლემა ჩვენ რეალურად გვაქვს. და ამას დიდი ყურადღება უნდა სახელმწიფოს მხრიდან. რაღაც გაელვებები იყო, იცით, მესამე შვილის თუ მეოთხე შვილის დაბადებაზე რაღაც ხდება, მომავალში ბიუჯეტი გაგვეზრდება და აუცილებლად ამ მიმართულებით ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს. მე ჩემს პატარა მაგალითს ახლა სატრაბახოთ არ მინდა, მაგრამ საჩხერეში მე დავიწყეს რამდენიმე წელიწადია და ოტია ესოლიანმა გააკეთა. ამაზე ოდესღაც რეაქცია. ზრდა მარტო საჩხერეში დაფიქსირდა. იმიტომ ხელშეწყობა უნდა ყველას. მე დავიწყე 3 შვილიან სამდენი, 4 შვილიან სამდენი, 5-იან სამდენი, 6-იან სამდენი, 7-იან სამდენი და დაეთყო მოსახლეობას ხელად. დაეთყო იმიტომ კი არა რომ ფულის კეთება, რომ ჩვენსკენაც გადმოდით. უნდა ეს ქვეყნის მასშტაბით წავიდეს, რა თქმა უნდა. კი ბატონო, ცოტა დროქჩება და რეგიონ პრესი ბინათ მამედოვი. Я приветствую вас. მე მოგესალმებით. ბატონო ბიძინა, როგორ თქვენ დამკვირვება თავისუფალი სავაჭრო ზონებთან დაკავშირებით და აპირებ თუ არა რომ ასეთი ზონები გაიხსნას საქართველოში? ძალიან კარგი კითხვა. ძალიან კარგად, ძალიან დადებითად. და სოთაშორის ანაკლიაში, სადაც ხორციელდება უნიკალური პროექტი, მე არ მაქვს ხედულობაში შენობლებები, რაზეც მე დასაწყისში ვისაუბრე. იქ პორტი აშენდება ძალიან დიდი გემი, უდიდესი ყველაზე ღრმა წყალწყლის გემებისთვის აშენდება პორტი და იწყება მშენებლობა უახლოეს დროს. ეს არის გრანდიოზული და ძალიან დიდი პროექტი და ამ დროს და ამავდროულად ამ პროექტში განიხილება თავისუფალი ეკონომიკური ზონის დაფუძნებაც, რომ ეს პროექტი ბიზნეს ენაზე იყოს გამართული და იყოს რენტაბელური. რა თქმა უნდა, დადებითად ამას უნდა კარგი კანონმდებლობა და კარგი ყურადღება ხელისუფლების მხრიდან და ერთ-ერთი
ერთ-ერთი პროექტი უკვე აი ახალი წლიდან დაიწყება მშენებლობა ანაგლიის პორტის და კიდევ ერთში შევახსენებ ჩვენს მოსახლეობას, რომ ეს იქნება გრანდიოზული პროექტი და რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდ წინსვლას და დიდ პერსპექტივას უქმნის ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. ტელერადიო კომპანია ბოლნელი ეკასირაძე. ერაძე. ეკაერაძე ბოლნისი ტელერადიო კომპანია ბოლნელი. სოფლის მეურნეობის განვითარებაზე თქვენ ნაწილობრივ გვიპასუხეთ, მაგრამ სწორედ ამ კითხვის დასმას ვაპირებდი. კეთდება ბევრი პროგრამები ხორციელდება, მაგრამ ფერმერებს ბოლნისში, როგორც მოგეხსენებათ, ბოლნისი ერთ-ერთი აგრარული რაიონია და აქ არის ხშირად მოსავლის რეალიზაციის პრობლემა. ვერ ხდება ადგილობრივი მოსახლეობა, ვერ ახერხებს ბაზარზე სრულად თავისი მოწეული მოსავლის რეალიზაციას. ამასთან დაკავშირებით თუ იგეგმება რაიმე და თუ მოუტანს ის შეღავათები ჩვენს მოსახლეობას, ფერმერებს უშუალოდ გლეხებს, რომელიც იგეგმება შემდეგ შენგენის ვიზებთან დაკავშირებით, ანუ საბაზრო ეკონომიკაზე რამდენად იმოქმედებს ეს ყველაფერი. კი ბატონო და აბსოლუტურად თუ არა უშუალოდ გლეხს. აუცილებლად კრედიტებიც მცირე და საშუალო საწარმოები უნდა აშენდეს, გადამამუშავებელი უნდა აშენდეს, სამაცივრო მეურნეობა უნდა აშენდეს, რომ სეზონზე არ იყოს დამოკიდებული ეს ყველაფერი. ამ მიმართულებით ძალისხმევა იქნება ისევ გაგრძელდება და გაიზრდება და მე ვფიქრობ, რომ მოახლოეს დროში ეს პრობლემაც უნდა გადაწყდეს. იმ 4 წელიწადში დამოკიდებულება ვაჩვენეთ ჩვენ, ტენდენცია შენარჩუნდება. ამაზე არაფერს უარს არ ამბობს ახალი ხელისუფლებაც, უნდა გაიზარდოს რიცხვი მცირე და საშუალო საწარმოების. გადასამუშავებელი საწარმოები უნდა გაკეთდეს და აი გასაღების პრობლემაც ძირითადად ამით აისახება, რომ მარტო ნედლეული არ უნდა გაიტანო. და ამავდროულად სამაცივრო მეურნეობების და ამ მიმართულებით ბიზნესი აქტიურია ძალიან და მე დიდი იმედია, რომ უახლოეს დროში ეს პრობლემა გადაიჭრება. ბოლნისშიც მოგვარდება. ბოლნისშიც გადაიჭრება. დიდი მადლობა. დასამ შეკითხვას და მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბატონო ბიძინა, ვინაიდან ჩემი კითხვა ჩემმა კოლეგამ უკვე დააგისვათ. მაინც ჩაგეკითხებით, სად არის დღეს ირაკლი ღარიბაშვილი, თქვენს რომელიმე კომპანიაში ხომ არ არის დასაქმებული, იმიტომ რომ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია და კიდევ ერთი კითხვა, რუსთავში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მინდა გითხრათ საკმაოდ მასშტაბური პროექტი კოსტავას გამზირის. ჩვენ ვიმყოფებით ისტორიულ შენობაში, რუსთავის თეატრის შენობა, რომელსაც ცოტა ხნის წინ მიენიჭა ისტორიული ძეგლის სტატუსი. ის ნაწილობრივ რეაბილიტირებულია, მაგრამ რომ არ ჩამორჩეთ ჩემ ბოლნისელ კოლეგას რუსთაველების სახელით ფონდი ქართულ ხომ არ გეგმავს ასევე. ისა გითხრათ, მომაწოდოთ მაგიდა თუ აქ შეტანილი და იგავეც როგორც თქვენ ბრძანეთ ისე თქვენს რაც შეეხება ფონდი ქართულს მაინც თქვენ ზირთად კითხავ ღარიბაშვილი მე შევთავაზე სოთაშვილის საჯაროდაც შევთავაზე ისედაც შეხვედრებში რა თქმა უნდა ირაგლისთან და შეხვედრების დროსაც შევთავაზე თვითონ ცდილობს ბიზნესის რაღაც დარგში და არის არჩევნებში და აქაც შევთავაზე ჩემი დახმარება და იცის კიდევ შერჩევის პროცესშია ცოტა გაუხანგრძლივ და პოლიტიკური მზაობაც აქვს და კაი ფორმაშია ირაკლი მე 4 შვილი შეეძინა იცით გოგონა სამი ბიჭის მამა იყო და მე ვფიქრობ კიდევ ერთ შერ გავუსავდი ხას რომ კარგია რომ ქართულ პოლიტიკაში ესეთი სათადარიგო მოთამაშეები გაჩნდნენ მე უკვე 60 გადავაჭარბე და მოთამაშედ ვეღარ ჩავითვლები და არც მაქვს სურვილი სვათაშვილის მაგრამ ირაკლი არის კარგი ვარიანტი იმისათვის რომ ჩვენი გრძელი სკამი რაც სპორტში ითვლება თქვათ და თუ ახედავთ ჩვენს უახლოს პოლიტიკას ძველი პოლიტიკოსები მაინც და მაინც სანდოობით დიდად არ გამოირჩევიან ამ ხრივ ირაკლი არის უნიკალური მოვლენა და კარგია გაუფრთხილდეთ და ყოველ დროს და ყოველ წამს აქვს განცდა იმის მას უყვარს თავის სამშობლო უყვარს თავის ქვეყანა აქვს განცდა იმის რომ საჭიროების შემთხვევაში ის დაბრუნდება და კარგია რომ ეს ესეა გადაცემის დასრულებამდე სულ რამდენიმე წუთი დაგვრჩა და ამიტომ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთი შეკითხვა დაგისვათ. თქვენ რამდენჯერ მიახსენეთ ზეღან მიხეილ სააკაშვილი და მე მინდა რამდენიმე ციტატა წაგიკითხოს მისი ბოლოდროინდელი განცხადებებიდან. ყველა მიცის რომ რუსთავი 2-ის ეგზიტ პოლში რაც იქნება, ეს იქნება ვერდიქტი. ეს არის ოდესის ოლქის გუბერნატორის განცხადება, რომელიც ასევე ამბობს, რომ სიმართლე შეიკრიბება ერთ დიდ მდინარეთ, რომელიც შემდეგ იქცევა წარღვნა დივანიშვილის ოცნებისთვის და მოხდება დემოკრატიის საბოლოო გამარჯვება საქართველოში. ეგზიტ პოლი ყველასთვის ცნობილია, რომ არ არის არჩევნების შედეგების განსაზღვრელი. ამისთვის არსებობს ცენტრალური საარჩევნო კომისია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ რუსთავი 2-ის ეგზიტ პოლი იქცევა ვერდიქტად და მოსალოდნელი წარღვნა. რაზე მიანიშნებს, როგორ ფიქრობთ თქვენ, რას ნიშნავს ეს განცხადება? რუსთავი 2 რამდენად შეიძლება იყოს სიმართლის ჭეშმარიტების ეტალონად, თქვათ ეს კარგად მოგეხსენებათ, ციცხვრის ეტალონად კი გამოდგებოდა ნამდვილად პრინციპში და მათგან გაკეთებული ეგზიტ პოლი როგორ იქნება ბოლო ვერდიქტი და წარღვნას ნუ დაძაბავს წარღვნა, მაგისგან ახსენები წარღვნა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივანიშნებ, რომ მე მგონი საკუთარ გუნდზე აგრძელებს ისე რომ არ ჩამოეშალოს ბოლომდე.
შემაგრებას, რომ მე ჩამოვალ და რაღაც საოცრებას მოვახდენ. სად ჩამოსვლილია საწოდავი ლიციაში არ გაიჭედოს დაგედილი სივრცის. ეგრევე შეიყვანენ იცის ეს კარგად. სად უნდა ჩამოვიდეს ადგილ-ადგილ ამას პირდება საკუთარ გუნდს რომ გაამაგროს და არ ჩამოიშალონ. რომელიც წარღვნით გვემუქრება თანასწორად რომელი დემოკრატიის აღზევით გვემუქრება. ეხლა წარღვნად მიაჩნია ის რომ თუ თქვათ ალბათ ეს იგულისხმება რომ თავისიანებს ამძაფრებს რომ თუ გაგვიყალბეს და რუსთავიორს არ მოვერგეთ ჩვენ. გაყალბებაზე საუბრობდია. ერთმა დაგვიფაროს. როგორ შეიძლება რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებაზე იფიქრო რომ ცდელობა მაინც ექნება თავში მაინც გაივლებენ. ყველა თვითონაც კარგად იციან შვენივრად. მაგრამ ისიც კარგად იციან შვენივრად რომ არავითარი შანსი არ აქვთ. და აი ამით ეხლა როგორმე გუნდი მოიყვანოს, იქნებ რაღაც საოცრება მოხდეს და მერე წარღვნას დავაფუძნებო მეო თუ რუსთავიორს არ გამოყვნონ და ის სიცრუე არ დაგვიჯერეს და სადღა ამ სიცრუეს გავყვებით მერე და გადავატრიალებ და ავატრიალებ არაფერს თავი არ აქვს ამ საწოდაებს. და მაგასაც ეგეც გაუბედურებული ზის იქედან ნაცვლად იმისა ჩამოვიდეს საკუთარ სახელმწიფოს პატრიოტიზმზე როა საუბარი ელემენტარული პატივისცეს, კანონმდებლობას პატივისცეს, საქართველოში ჭეშმარიტად მისგან განსხვავებით დღეს დაფუძნდა დემოკრატია და ამით თუ თქვათ შეფასება შიგნით არ შეუძლიათ, კეთილინებონდა საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებები აიღონ. ევროკავშირის წევრ ქვეყნების ნახევარს უსწრებთ ძალიან ბევრ დემოკრატიულ ღირებულებებით, სადაც არის ჩატარებული კონკურსი და ტენდერები და ნახეთ, რა იყო მათი მმართველობის დროს, როგორი იყო დემოკრატიის ხარისხი და როგორია დღეს. ცისა და მიწის შედარება, იმხელა სხვაობა. ხლა ეს კაცი რომ დემოკრატიულებაზე იმუქრება, ეგ სულ არ აინტერესებს მაგას, მაგის დემოკრატია მაგან იცის რაც იყო. რაც მისმა მეუღლემაც თქვა, რომ არის ეს ჩემი ქმარი ისეთი კაცი იყო, რომ ის უნდა ეშინოდეს ხალხს, მაგრამ ეხლა ნუღა გეშინია თვალებს ჩავხედეო. ხლა იმდენი ცინიზმი მოდის მაგათგან, უსუსურობისაა ეს ყველაფერი, მე ესე ვიტყოდი. უსუსურობის არის ეს ყველაფერი. გაუსაძლისობის არის იმ მდგომარეობის, სადაც არიან. და ერთადერთი ამითაც ცდილობენ, რომ თავის თანაგუნდელები მაინც შეამაგრონ. და მე მოსახლეობას მოუწოდებდი, რომ რა თქმა უნდა მხოლოდ კამერებით და რა თქმა უნდა მხოლოდ ყველა ტელეფონს დღეს კამერა აქვს. ნებისმიერი პატარა და დიდი სტაი მათ არანაირი არ გააჩნიათ. პატარა ნებისმიერი თქვათ ექსესების თუ რამე შეიძლება მათ მოახერხონ, გადავიყოთ, დავაფიქსიროთ. არავითარ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან არანაირი პროვოკაცია არ იგეგმება. პროვოკაციების ველოდებით, მაგრამ თუ იქნება ეს იქნება მასშტაბის ძალიან მცირე და ეს რეალურად ვერაფერზე გავლენას ვერ მოახდენს. თუმცა კარგი იქნებოდა კიდევ ერთხელ ვისარგებლებდი მე და მიმართავდი მოსახლეობას, რომ ნებისმიერ მომენტში ყველა ტელეფონით არის დღეს შეიარაღებული, ნებისმიერი პრობლემა და პროცესი რაც შეიძლება იყოს არაკანონიერი, ძალიან გთხოვდით რომ ყველამ გადაიღოთ, რომ მისი რეალური მიზეზის კანალიზება მოხდეს. კი ბატონო, ამოიწურა ჩვენი საერთო დრო, ჩვენ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პირდაპირ ეთერში ვიყავით რუსთავიდან, ეთერში იყო გადაცემა შეხვედრები რეგიონულ მედიასთან, გემშვიდობებით 5 შაბათამდე. ხუთ შაბათს 29 სექტემბერს ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით შიდა ქართლში, გორში დროებით. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. მადლობა დიდი.